გამარჯობა, ეს არის ცოდნის მოყვარე პოდკასტი. დღეს არის ოთხშაბათი და რა თქმა უნდა, დაგიბრუნდით პოდკასტ არეადან. დღეს საუბრობთ ძალიან ტენდენციურ, ძალიან საინტერესო თემაზე. დღეს ჩემი სტუმარია მარიამ დარცმელია, გვარი ხანდახან მეშლება ხოლმე სტუმრეს და ბოდიში. მარიამი არის კანის მოვლის მრჩეველი, რომელიც აუდიტორიას როგორც წესი უზიარებს ხოლმე მეცნიერულად დადასტურებულ ფაქტებს, ასე ვთქვათ, კანის მოვლაზე და ჯანმრთელობაზე. ასევე ძალიან აქტიურად ტესტავს საკუთარ კანზე სხვადასხვა პროდუქტს და აქედან გამომდინარე უზიარებს ხოლმე მის მაყურებელს რჩევებს და ეს ძალიან დასაფასებელი და მნიშვნელოვანია ჩემი აზრით. და ბევრი თქვენგანი ალბათ იცნობთ კიდეც მას დარცოს დარცოთ ასე მოიხსენიო ზედმეტსახელი ესე ვთქვათ ხო როგორც ხარ სოციალურ მედიაში და გამარჯობა. გამარჯობა, პირველ რიგში მადლობა ესეთი წარდგენისთვის და დაპატიჟებისთვის. ძალიან მიხარია დღეს, იმიტომ რომ ლაპარაკობთ პირველ ნაწილში, ესე ვთქვათ, გავუკეთოთ პატარა ანონსი მზისგან დამცავზე და საერთოდ ეს რაღაც ბუმი არის ამ თემაზე, ხო? ყველა ამაზე ლაპარაკობს და უკვე დიდი ხანია პრინციპში, მაგრამ ეხლა კიდევ უფრო აქტიურად. სანამ საუბარს დავიწყებ, აუცილებლად ნუ ვთქვა, რომ ამ ეპიზოდის წარმოდგენი არის PSP და დიდი მადლობა მას, რომ მოგვცა ამ თემაზე საუბრის საშუალება. PSP-ს აქვს ესეთი მთელი ზაფხულის განმავლობაში ყურადღება გამახვილებული მზისგან დამცავებზე პროცესის და შემდეგ მოვლის კანის მოვლის საშუალებებზე. ახლა აქ წარმოდგენილია ერთ-ერთი ბრენდის სამი პროდუქტი, რომელზეც ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ, რა არის და რატომ არის საჭირო. და PSP-ს გარდა ამ ეპიზოდის სპონსორი არის MyPenG და თქვენ უკვე იცით, რომ MyPenG არის ჩემი მარჯვენა ხელი, რომელიც მეხმარება წერაში და განსაკუთრებულად მეხმარება სტატიების თარგმანში. ზუსტად ამ ეპიზოდსაც როცა მომზადებდი, ბევრი რაღაცები იქიდან წამოვიღე. დავიწყოთ ზოგადად აი ეს რაღაცა მე დავარქვი კითხვების რომ გამოგზავნე დრამა ხო მზისგან დამცავის დრამა არის წამოჭრილი ზოგი ამბავს არ უნდა გამოიყენო ზოგი ამბავს გამოიყენოს უნდა გამოიყენო რატო გახდა ეს აქტუალური და საერთოდ რა ხდება ამ თემასთან დაკავშირებით ხო, ნამდვილად არის დიდი დრამა შექმნილი და სანამ ზოგადად პირდაპირ კითხვას უპასუხებ, ვიტყვი, რომ ზოგადად კანს აქვს როგორც ვიზუალური, ასევე ფუნქციური დანიშნულებაც და რატომღაც უფრო დიდი ყურადღება ექცევა ხოლმე ვიზუალურ მხარეს, ხო? გვაქვს თუ არა ნაოჭები, პიგმენტური ლაქები, იმიტომ რომ რეალურად ეს გვაწუხებს ჩვენ. მაგრამ კანი არის ყველაზე დიდი ორგანო და მას აქვს უდიდესი ბარიერული ფუნქცია, ხო? ის გვიცავს მიკრობებისგან, ბაქტერიებისგან, ვირუსებისგან, მზისმავნე სხივებისგან, ერთ-ერთი მათგანი. და იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ტრენდული გახდა გარუჯვა. რეკრეაციული გარუჯვა ძალიან მოდაშია ეხლა. ამავდროულად ძალიან დიდ დროს ვატარებთ გარეთ ეს რუჯის რაღაც სილამაზის სტანდარტად ითვლება უკვე და შესაბამისად დერმატოლოგები განსაკუთრებით ხშირად ხედავენ პაციენტებს კანის სიმსივნით ან სხვა პრობლემებით და დერმატოლოგებმა დაიწყეს უფრო აქტიურად ამაზე საუბარი პლუს სოციმედიაც გვეხმარება იმაში რომ რაც აქამდე სიტყვაზე მარტო დერმატოლოგთან მისულმა პაციენტმა იცოდა დღეს უკვე შეგვიძლია ჩვენს დერმატოლოგთან მისვლის გარეშეც გავიგოთ იმიტომ რომ უამრავი დერმატოლოგია უამრავი მეცნიერი რომელიც ამაზე ძალიან ღიად საუბრობს და ვიდეოებს წერენ, რაც ძალიან დასაფასებელია. იმიტომ რომ უფასოდ მოგდის ის ინფორმაცია, რაც აქამდე თანხას ვიხდირით. შენი ჩათვლით. ხო. მე უფრო კანის მოვლის ენთუზიასტი ვარ და მე ვცდილობ, რომ დერმატოლოგებისგან, თქვა board certified dermatologist-საც ქვიან board certified დერმატოლოგებისგან მე არ გავრცელებული სწორი ინფორმაცია, უფრო მარტივად მივიტანო მომხმარებლამდე, უფრო მარტივიანით. შესაბამისად, ერთი მხარე არის ეს, რომ რეალური პრობლემა დგას იმის, რომ მაგალითად მსოფლიოში 3 მილიონი ადამიანი არის უკვე ვისაც კანის დაავადება აქვს, სიმსივნე აქვს და ეს რიცხვი ყოველდღიურად იზრდება და მელანომა კანის ერთ-ერთი სიმსივნის ტიპია, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი ან სიკვდილიანობა ძალიან მაღალი აქვს. და აი რო შევადაროთ სტატისტიკას 1970-იანი წლებიდან 2010 წლამდე 140%-ით გაიზარდა დაახლოებით ბაზალურჯრედოვანი კარცინომის შემთხვევები და 260%-ით ბრტყელუჯრედოვანი კარცინომის შემთხვევები. რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ამიტომ მესმის რატო ლაპარაკობენ დერმატოლოგები ასე აქტიურად. კი, მოდი მაგალითად დავპაუზდეთ, სანამ გადავალ სხვა თემებზე. რას ამბობენ, რომ ეს ძირითადად გამოწვეულია მზეზე ყოფნით? პირდაპირ არის კვლევებით და თქვა პაციენტებზე დაკვირვებით მიღებული
პირდაპირი მიზეშედეგობრივი კავშირი მზესა და კანის სიმსივნეს შორის. აჰა. ვთქვათ, აღებულ ნაცხებშიც ჩანს, რომ იქ UV რადიაციის მიერ გამოწვეული სიმსივნური წარმონაქმნებია და ისედაც მეცნიერულად შეგვიძლია ავხსნათ, როგორ იწვევს, ვთქვათ, სისმავნე სხივები კანში მუტაციებს, გენების ცვლილებებს, ვთქვათ, კანში გვაქვს ლაგერჰანსის უჯრედები, რომელიც არის იმუნური უჯრედები, ანუ კანში მუდმივად ასკანერებს ესე რა ხდება, რამე ვირუსი ან ბაქტერია ხო არ შეიჭრა, ან ვთქვათ, დაზიანება ხო არ არის რაღაც ბოჭკოში და მე აგზავნის სპეციალურ ტიპას, რომ ეს პრობლემები მოაგვარონ. და მზისმავნე სხივები პირდაპირ აზიანებენ ლაგერჰანსის უჯრედებს, შესაბამისად იმუნური პასუხი არის შესუსტებული. ასევე მაგალითად UVB-ის სხივი, რომელიც ეპიდერმისში ჩადის, იქ DNM-ში რაღაც არასწორ ბმებს აკეთებს, პათოლოგიურ ბმებს აკეთებს, რაც თუ სწორად ვერ აღდგა კანში, შემდეგ იწვევს უკვე გენურ მუტაციებს და ჩვენ ვიცით, რომ ორგანიზმს აქვს დამცველობითი ფუნქცია, ანუ ისეც არ ვართ, რომ რაღაცა ყველაფრის მიმართ უცბად პრობლემატურია, უბრალოდ რაც უფრო დიდი ხანი არის კანი მზის ქვეშ, მით უფრო მეტი დაზიანება ხდება და რაც უფრო მეტი დაზიანება უჯრედს უფრო უჭირს გამკლავება ამ ვთქვათ ყველაფერთან, ხო? და რაც უფრო მეტი მუტაცია შესაბამისად უფრო რთულია მერე აი ამ სიმსივნური წარმონაქმნის უცბად მოგვარება, იმიტომ რომ როგორც ვთქვით, ორგანიზმში უამრავი სიმსივნური წარმონაქმნი იქმნება ყოველდღე, მაგრამ ძილის დროს ერევა, ხო, ჩვენი ორგანიზმი, ამიტომაც შეიძლება 1-2 მზეზე დაწოლით ესე უცბად არაფერი მოხდეს, მაგრამ აკუმულირებადია ეს შედეგი და დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მძიმე ფონია და ამიტომაც არის, რომ აი ხშირად ამბობენ, რომ იმ მზეზე დავწეგი, დავიწვი, არაფერი მომსვლია. ხანდახან 10-20-30 წლის მერე ჩნდება სიმსივნე, ანუ ძირითადად 60 წლის შემდეგ ხდება ხოლმე სიმსივნეების დეტექცია ორგანიზმში და აი რო ნახულობენ ეს რაღაც სიმსივნური წარმონაქმნი რეალურად ფორმირდებოდა თქვა 30 წლის განმავლობაში, ან 20 წლის განმავლობაში, ხო? მე მაგალითი კითხვა შენთან, თუ არის რამე დაგურება მაინც, აი რა მზეზე რა ყოფნის დროს ხდება ეგეთი რაღაცები ორგანიზმში, ან აი რა 15 წუთი რო გავატარო პირობითად დღეში მზეზე, შეიძლება რომ მაგ რისკის ქვეშ დავდგე მაინც? კარგი კითხვაა. იცი როგორ არის, ესე გაზომილი რაღაც წუთები არ არსებობს, რის ქვეშაც უსაფრთხოდ ხარ და რის გადამეტებაც მე რაღაც პრობლემებს გამოიწვევს. ზოგადად, რამდენიმე რაღაცას უნდა მივაქციოთ ყურადღება. პირველი არის UV ინდექსის რიცხვი. ხო და მოდი მაშინ აგვიხსენი, მაგაზე გადავიდეთ უკვე თან UV ინდექსი რას ნიშნავს, UVA და UVB რეები არის, რომ გვესმოდეს კარგად. და რატო უნდა გვესმოდეს ამას ვიტყვი? ხშირად ვყიდულობ ჩვენს მზისგან დამცავებს და აწერია რაღაცები, რომელიც არ ვიცით საერთოდ რა არის და უბრალოდ მოვკიდევთ ხელს და ჩავიგდებთ და დამნიშნულოვანი აი შენ რასაც აკეთებ ყოველთვის, აი ეს ეტიკეტის კითხვის დროს და ნუ მაგას მე კიდევ ვისაუბროთ, მაგრამ ამ შემთხვევაში აგვიხსენი რას ნიშნავს UVA და UVB. ხო. შეგაწყვეტნებოდი UV ინდექსზე რაც თქვი, ანუ ზომა ვინ ჩვენთვის ჩვენ არ გვიწევს ამის გაზომა, ტელეფონშიც გვაქვს ეს ინფორმაცია და შეგვიძლია შევიდეთ და ვნახოთ. 3-მდე როცა არის UV ინდექსი, ანუ 1 და 2 არ ითვლება წესით პრობლემად, ანუ კანის სიმსივნის მიმართულებით, 3-ზე ზემოთ უკვე აუცილებლად უნდა გვეცვას მზის გადამცავი, თუ კი გვინდა რომ კანი დავიცვათ დამწვრობისგან და შესაბამისად მერე სიმსივნური უჯრედების განვითარებისგან. რაც შეეხება UV სხივებს, მზე ასხივებს ასე ვთქვათ 3 ტიპის სხივს, UVA, UVB, UVC, უბრალოდ UVC ჩვენამდე არ აღწევს, იმიტომ რომ ოზონის შეჯერჯერობით მაგისგან გვიცავს, მაგრამ UVA და UVB სხივი ჩვენამდე მოდის. UVA არის ყველაზე გრძელი სხივი, მაგრამ დაბალი ენერგიის მატარებელი სხივია, რომელიც ჩადის დერმაში, მარტივად რო თქვა ჩვენ კანს აქვს 3 ფენა, ეპიდერმისი, შემდეგ არის დერმა და ჰიპოდერმა, ანუ კანქვეშა ცხიმოვანი შრე. ეპიდერმისი რასაც გარედან ხედავ და დერმა არის, სადაც კოლაგენი, ელასტინი, ჰიალურონის მუშაობა და ეს რაღაცები გამომუშავდება და ჩვენს კანის ელასტიურობაზე არის პასუხისმგებელი. UVA ჩადის დერმაში და იქ იწვევს ოქსიდაციურ სტრესს, რომელიც აზიანებს კოლაგენს, ელასტინს, ამის გამო უფრო ნაადრევი ნაოჭები გვიჩნდება, პიგმენტური ლაქები შეიძლება გაგვიჩნდეს და ამიტომ არის რომ ამბობენ მარტივად ხოლმე რომ დავიმახსოვროთ UVA არის aging. ანუ კანის დაბერებას უფრო უწყობს ხელს. UVB არის უფრო მოკლე სხივი, მაგრამ უფრო მაღალი ენერგიის მატარებელი და კონკრეტულად პასუხისმგებელია კანის დამწვრობაზე, DNM-ის დაზიანებაზე და ჩადის ეპიდერმისში, ანუ რადგან მოკლე სხივია, უფრო ზედაპირზე გვეცემა, მაგრამ პირდაპირ აზიანებს DNM-ს და ამიტომ უფრო მეტად პასუხისმგებელია სიმსივნურ წარმონაქმნებზე. და როცა
ვთქვათ, ზაფხულია, UV-ის სხივი უფრო ინტენსიურია, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გვესვას თვის გადამცავი ზაფხულში. ან როცა სიმაღლეებზე ვარ მთაში მაგალითად თან როცა ირეკლავს მაგალითად თოვლი, ხო? სხივებს, ასე დროსაც მნიშვნელოვანია, რომ გვესვას თვის გადამცავი. სრიალის დროს ესე. სრიალის დროს განსაკუთრებით, ხო? ან მაგალითად, ნებისმიერი პრიალა ზედაპირი ირეკლავს და თოვლი უბრალოდ მაღალი არეკლოდობით გამოირჩევა, რა თქმა მგონი 90%-ს თუ რაღაცას ირეკლავს. რაც შეეხება თვითონ UVA-ის სხივს, UVA-ის სხივი, რადგან გრძელი ტალღაა, მას მინა ვერ ბლოკავს. აი UVB-ის სხივს მინა ბლოკავს, ამიტომ არის მაგალითად, რომ მანქანაში რომ მიჯდე გზაში და ფანჯები აწეული გქონდეს, დაგცხება, მაგრამ არ დაიწვევი, ან შეუძლებელია რუჯი მიიღო მანქანაში, ხო, შიგნით ჯდომისას. მაგრამ UVA-ის სხივი მაინც შემოდის და უბრალოდ ისე რომ შენ ვერ ხედავ, გიზიანებს კანს. ძალიან ბევრი ფოტო არსებობს და ერთი ძალიან ცნობილი ფოტოა, სადაც ტრაილერის მძღოლი არის ფოტოზე და ერთ მხარეს სრულიად ნაოჭიანი აქვს სახე და მეორე მხარეს ნაკლებად ნაოჭიანი, იმიტომ რომ საიდანაც სხივი ეცემოდა, იმ მხარეს უფრო მეტად დაუბერდა და უფრო მეტი დაზიანება მოხდა კოლაგენში და ელასტინში და მეორე მხარე უფრო დაცული იყო, ხო? აი იდეალური ეს არის რეპრეზენტაცია არის იმისი, რას აკეთებს მზის სხივი, მაშინ როცა ჩვენ ამას ვერ ვხედავთ. აი დამწრობას უფრო მეტად ვგრძნობთ, უფრო ვიზუალურად შესამჩნევია, UVA უფრო კუმულაციური დაზიანებით გამოირჩევა, ასე ვთქვათ. და როცა მზის გადამცავებს ვარჩევთ, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ორივე ტიპის სხივისგან დავიცვათ კანი, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ორივე აზიანებს კანში დნმ-ს, ორივე იწვევს პიგმენტურ ლაქებს, ორივე პასუხისმგებელია სიმსივნურ წარმონაქმნებზე, უბრალოდ UVB-ის სხივი უფრო მეტად გვწვავს და UVA-ის სხივი იწვევს ფოტოდაბერებას. ხო, ანუ ზაფხულში ორივეს ხმარობთ და შეიძლება ვთქვათ, რომ მაგალითად ზამთარში თუ მთაში არ ვართ, UVA უფრო უნდა გამოვიყენოთ ვიდრე UVB, ხო? ანუ ისე ვთქვათ, აი ხო, ცალკე არ შეხვდება UVA, ზოგადად ქიმიური ფილტრები ერთმანეთს ავსებენ და ასტაბილურებენ. არსებობს ცალკე UVB-ის დამცავი ფილტრები UVA-ის, მაგრამ ცალ-ცალკე შეიძლება მზეზე მარტივად დაიშალოს. ამიტომ ერთად ფორმულირებული უკეთესია და ცალკე UVA და ცალკე UVB არ შეხვდება. შეიძლება იყოს SPF-ი მაგალითად UVB-ის დაცვით უფრო ძლიერი და UVA-ის დაცვა ქონდეს უფრო დაბალი. და ამაზე შეგვიძლია უფრო დეტალურად როცა გადავალთ თქვათ წარწერებზე დატანილზე და თუ თქვათ ზაფხულია შეგვიძლია უფრო მეტად მივაქციოთ ყურადღება UVA-ის დაცვის ხარისხსაც, მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ UVA მუდმივია, არ აქვს მნიშვნელობა ღრუბელია, ზამთარია, სახლში ვართ თუ არა, თუ პირდაპირ სხივი შემოდის, ჩათვალე რომ UVA ჩვენ გვაზიანებს და ოქსიდაციურ სტრესს, რაც არის თავისუფალი რადიკალები ბევრჯერ გაგვიგიან, თავისუფალი რადიკალები ორგანიზმშიც გვაქვს და ჩვენი ორგანიზმი თავის ანტიოქსიდანტებით ამას უმკლავდება, მაგრამ თუ ზედმეტი ოქსიდაციური სტრესი, თუ ზედმეტი თავისუფალი რადიკალები მოხვდა ორგანიზმში, ვეღარ ერევა ხდება ოქსიდაციური სტრესი და ელექტრონებს ართმევს ჩვენს კანში არსებულ ცილებს და რაღაც მნიშვნელოვან კომპონენტებს, კოლაგენს და ნელ-ნელა ხდება ამ ყველაფრის დეგრადაცია. და მოვიდა გვიჩდება ნაოჭები და ასე შემდეგ, ხო? ნაოჭებიც, პიგმენტური ლაქებიც, ასევე სიმსივნური წარმონაქმნებით, თქვა UVA შეიძლება უფრო ნელა აზიანებს, და ირიბად აზიანებს დნმ-ს, მაგრამ რეალურად აი წარმოიდგინე ყოველდღიურად ამდენი წლის განმავლობაში ეს გროვდება და შესაბამისად მე სადღაც სამწუხაროდ იჩენს თავს. ხო. მე არ ვეხად ჩვენ საუბრობდით მაყურებელს ვეტყვის ან კამერები ჩაერთვებოდა. მე არ ვიცი შენ რა წარსული გაქვს რუჯის მიღებასთან, მაგრამ მე მაქვს საკმაოდ სტრესული გამოცდილებები, ხო? და ერთ-ერთი გამოცდილება, არაფერს არ ვსაუბრობ სოლარიუმში რომ დავდიოდი მაგაზე რა. მაგრამ ჩვენ საუბრობთ ასევე იმაზე, რომ ჩვენ რაღაც არ ვართ იმ კულტურაში გაზრდილი თაობა, შეიძლება ჩვენზე პატარები უკვე არიან ახლა, მაგრამ მზის განდამცავი რაც ესეთი, ჩვენ დროს დიდად არ იყო. კი, იყო რაღაც საბავშვო მზის განდამცავი, რომელსაც გვისმენდა და მახსოვს ეს ყველაფერი, თეთრი კვალი, ხო, მქონდა ხოლმე სხვაზე. თუმცა ესეც აი ესეთი იყო რა და მე უკვე თინეიჯერობაში რუჯის ფერი, უკვე რაღაც სხვა სილამაზესთან ასოცირდებოდა, სხვა რაღაც გულწრფელად ვიტყვი და არ მოვიტყუები, რომ დღემდე გიждები, როდესაც მაქვს რუჯი და რაღაც ჩემი კანი ეს ლამაზად გამოიყურება, იმიტომ რომ სულ ვხუმრობ ხოლმე, რომ მე ვარ თეთრი, აი როგორი თეთრი იცი? მწვანე თეთრი თქო. მე ნაცრისფერი თეთრი რა. ხო, აი რაღაცა არა სასიამოვნო შესახედი ბჭყალებში. ეს ჩემი აღქმა, შეიძლება ხო ვიღაცისთვის ძალიან კარგია. არავის შეურაცხყოფას არ ვაყენო, პირველში ჩემ თავზე საუბრობ, ხო? მაგრამ აი ეს სილამაზის აღქმა არის ჩვენთვის რა და
ხანდახან არის რომ აი სადღაც ერთი კვირით რომ მიდიხარ ზღვაზე ხე დამცავი რომ წავისვა ვერ მივიღებ იმ შედეგს და არ წავისმევ. და მე მქონია ისეთი შემთხვევები მაგალითად რომ ისე დავიწვი რომ 3 დღე ტახტზე თუ როგორც არის ვიწექი ერთ პოზაში. ვერ ვინძრეოდი საერთოდ ანუ რაღაცა ხარისხის დამწრობა მქონდა მიღებული და სიცხე 40 და ასე შემდეგ, ხო? აი როგორ ფიქრობ? უბრალოდ დავიწყოთ ესე საუბარი რომ ეს დამცავს რომ ისმევ ხო მაინც იღებ რუჟს ხო და რატო არ გვესმის ეგ როგორ ფიქრობ ანუ რატო გონია რომ დავწითლდეთ და რაღაც პატარა წკენა რო იცის ნაგარუჯულზე ეგ უნდა ვიგრძნოთ კარგი კითხვა. იცი როგორ არის? რასაც შენამოვდი გეთახმები და არც მე ვისვამდი მზის განამცავს დიდი ხნის განმავლობაში, იმიტომ რომ უბრალოდ ცნობიერება არ იყო და არც ოდნავ არის. მაგით უყურებ მიუხედავად იმისა, რომ ამ დაზიანებას ვეღარაფერს ვუსავთ, სამაგიეროდ ეხლა ვიცი და შემიძლია ეხლა მოვუარო სწორად. ხო. შენს კითხვას რაც შეეხება, ზოგადად როცა მზის ხივი კანზე გვხვდება, ჩვენს კანში გამოიყოფა მელანინი, ანუ გვაქვს ეგეთი უჯრედები, მელანოციტები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან მელანის გამოყოფაზე. ეს არის კანის ბუნებრივი დამცველობითი ფუნქცია. და ვიღაცა არის ჩემსავით ძალიან თეთრი, ზოგადად კანის ტიპები, ცოტა გადავხტები, მაგრამ კანის ტიპები იყოფა დერმატოლოგიაში ფიცპატრიკის შკალით, რომელიც რეალურად ზომავს, რამდენად თეთრი ან შეფერილია კანი და რამდენად შეუძლია მზის ხივების მიღება და გარდაქმნა. და მაგალითად ერთი ფიცპატრიკის პირველი შკალის არის, ვინც ძალიან თეთრია და იწვება და თითქმის ვერ იღებს რუჯს. მეორე ვარ მე, რომელიც მარტივად იწვება, მაგრამ რორამე შეუძლია მცირე რუჯის მიღება. მესამე უკვე მარტივად რო იღებს რუჯს და იშვიათად იწვება, აი ესე. და ბოლოს მეექვსე არის, რომ აი უკვე მუქიფერი აქვს ისეთი. ხო, მუქიფერი აქვს, ბუნებრივი მელანინი აქვს და შესაბამისად უფრო ნაკლებად იწვება. თუმცა დამწრობა ხდება გააჩნია რა რაოდენობით და რა ხანგრძლივობით გაჩერდები მზეზე. და როცა არიან ადამიანები, რომლებიც იწვევიან ჩვენსავით და რადგან დამწრობა შემაწუხებელია, ჩვენი კანის ტიპის მქონე ადამიანები უფრო ხშირად ისვამენ მზის განდამცავს, იმიტომ რომ არც ლამაზია, გაწითლებული სიარული და ფიზიკურად შემაწუხებელია, ვერ დადიხარ ტკივა, გეწვის, ხო გიხურს და ასე შემდეგ, ვინც მარტივად ირუჯება, იმისთვის ცოტა რთულია მზის განდამცავზე დათანხმება, იმიტომ რომ გონიათ მე რომ მზის განდამცავი ხელს შეუშლის რუჯის მიღებას. ზოგადად რუჯი ავტომატურად ნიშნავს, რომ კანში რაღაც დაზიანება მოხდა და ჩვენი ორგანიზმი რეაგირებს ამ დაზიანებაზე და ცდილობს რომ დაგვიცვას. ანუ ჯანსაღი რუჯი არ არსებობს. არა, ჯანსაღი რუჯი არ. საერთოდ ჯანსაღი რუჯთან მიმართებაში ძალიან შეუსაბამო სიტყვა არის ჩემი აზრით. რაღაც მაგალითად როცა ბუნებრივი რუჯი გაქვს, აი ჩათვალე რომ ბუნებრივი რუჯი დაახლოებით არის SPF 2-3-ის მსგავსი მოქმედების. ანუ ბუნებრივად იცავს უფრო მეტად სხეულს, მაგრამ 2-3 არაფერი არ არის იმასთან შედარებით, რაც გვჭირდება. ძალიან მნიშვნელოვანია ვთქვათ, რომ ოზონისში არის შეთხელებული და რა რაოდენობა რასაც აქამდე ბლოკავდა, ეხლა ვეღარ ბლოკავს. შესაბამისად, უფრო ინტენსიური მზის ხივები ხდება ჩვენ სხეულზე და უფრო ხშირია დამწრობა და თან დამწრობა არის ის, რაც ყველაზე მეტად ზრდის სიმსივნური წარმონაქმნების გაჩენის რისკს. ამიტომაც განსაკუთრებით საშიში არის სოლარიუმები. იმიტომ რომ სოლარიუმში ერთხელ თუ ორჯერ შესვლა 35 წლამდე 75%-ით ზრდის მელანომას განვითარების რისკს. ხო, და ანუ რამდენჯერ ვარ დამხვი? ხო, მაგას სამწუხაროდ მაგაზე ფიქრი ცოტა სტრესულია და ალბათ არ არის ჯანსაღი მაგაზე კონცენტრაცია, მაგრამ რისი შეცვლად შეგვიძლია არის დღეს რა არჩევანს გავაკეთებთ. რაც იკითხე მზის განდამცავზე რომ ვიღებ თუ არა მაინც რუჯს, არც ერთი მზის განდამცავი არ გვიცავს 100%-ით. ძალიან მნიშვნელოვანია ვთქვათ, რომ ნუ SPF 15 სისულელია, აი გასარუჯზეთებში ახალ SPF 15 რომ დააწერონ, რომ ვითომ გიცავს ის ხევის მაგრამ ძალიან ცოტა დაცვა აქვს რეალურად. SPF 30-დან ზემოთ უკვე კარგია. უბრალოდ მნიშვნელოვანი არის რამდენს წაისვამ და რა სიხშირით. თუ გამიგია მაგალითად უთქვამთ, რომ ინგლისის განამცავი არ ვარ და დილით წავისვი და მაინც დავიწვი. დილით 9 საათზე წასმული შუა დღის 3 საათზე ისე ვეღარ დაგიცავს. რაღაც რაოდენობა დარჩენილი გექნება, მაგრამ იმ ინტენსიური UVB-ის ხივს ვერ გაუწევს. ასე ვთქვათ, წინააღმდეგობას. ამიტომაც, აი თქვა SPF 30 რო ავიღოთ, იცავს 97%-ით დაახლოებით.
ამავდროულად ეს SPF 30 ზომავს მარტო UVB-სგან დაცვას, ანუ SPF-ი არის sun protection ხო, factor. აი ეს უნდა მეკითხა, ხო. გვიხსენი თვითონ SPF რას ნიშნავს? იმიტომ რომ მეც რო წავიკითხე რას ნიშნავდა, ან ეხლა გავიგე რეალურად რა, ესე სიტყვაზე ვენდობოდი უბრალოდ, რა ეხლა მივხვდი. ზოგს გონია ხოლმე რომ SPF 30% ისა გამიგია ხოლმე რომ პროცენტს ამბობენ და რეალურად საერთოდ არ არის პროცენტი, SPF-ი არის UVB სხივებისგან დაცვის კოეფიციენტი. ცოტა UVA-ც არის, მაგრამ ნუ ძირითადად UVB-ია, იმიტომ რომ UVB წვევს კანზე სიწითლეს. SPF 30 მაგალითად 30 ჯერ უფრო მეტ დროს გვაძლევს, სანამ დავიწვევით. და რა თქმა უნდა, როგორც თქვი, ძირითადად UVB სხივისგან გვიცავს. მე არსებობს ესე UVA შეიძლება იყოს შემოხაზული, რაც ნიშნავს, რომ არის ფილტრი, რომელიც UVA-სგანაც გვიცავს. შეიძლება UVA არ იყოს შემოხაზული და ეწეროს broad spectrum, ანუ ფართო სპექტრის, ანუ ორივე ტიპის სხივებისგან გვიცავს. ან შეიძლება აზიურში შეგვხვდეს PA++++, ან რამდენიმე პლუსი. არსებობს კიდე PPD, რომელიც ზომავს UVA-ის მიერ გამოწვეულ პიგმენტაციას კანში. და PPD და PPA დაახლოებით ერთიგივე, უბრალოდ PPD არის დასავლურ მარკეტზე და PA არის აზიურ მარკეტში. ნიშნულოვანია მზის განამცავის შერჩევისას, რომ ან ეწეროს SPF 30-ზე მაღალი რიცხვი და UVA იყოს შემოხაზული, ან ეწეროს broad spectrum, ან დატანილი იყოს PA 3 ან 4 პლუსით. ეს ნიშნავს, რომ ეს მზის განამცავი ძალიან კარგად დაგვიცავს 2-3 მაქსიმუმ 3 საათის განმავლობაში გააჩნია კიდე რამდენად ინტენსიურ მზეში ვართ. ხო, ისე რომ დამწვრობა არ განგვივითარდეს, მაგრამ ის 3% ის ადგილები, სადაც კარგად არ გადავისვით, ისიც ხო რამდენად თანაბრად გადავისვით, ძალიან მე მინახავს დამწვრობა, შესხმული რო ეტყობათ, ან ხელი სადაც დაიდეს, მაგინახავს. ხო, ანუ რეალურად ის ადგილი, სადაც ხელი ვერ მოხვდა, დაუცველია. ამიტომ ბევრ ამეზია დამოკიდებული საბოლოო ჯამში. ხო. არის მზისგან დაცვა. კი, და ძალიან მნიშვნელოვანი არის. ჩვენ გვაქვს ასევე ფიზიკური და ქიმიური მზისგან დამცავები. და აგვიხსენი, რას ნიშნავს ფიზიკური და მერე უკვე ქიმიური დამცავები და რა განსხვავება არის მათ შორის. ხო. ძირითადად როგორც თქვი, ორი ტიპის ფილტრები გვაქვს, არის ფიზიკური და ქიმიური. ფიზიკურად ითვლება zinc oxide და titanium dioxide, ანუ თუთიის ოქსიდი და ტიტანიუმის დიოქსიდი და ქიმიური ფილტრები ძალიან ბევრია. ეხლა ერთი ამბავი რომ არის ატეხილი ავობენზონი, ოქსიბენზონი, ეს ცოტა ძველმოდური ფილტრებია, რომელსაც ძირითადად ამერიკაში იყენებენ, იმიტომ რომ FDA-სგან აქვს დასტური. მაგრამ ევროპულ და ასევე აზიურ დამცავებში გვაქვს ახალი თაობის ფილტრები, ტრიაზონი, ტრიაზილი, ტრინოსორბი, ძალიან მსგავსი სახელებია, მაგრამ ძალიან დიდი ჩამონათვალია რეალურად. რომელიც იგივე საქმეს აკეთებს, რასაც მინერალური და რეალურად აქამდე ამბობდნენ ხოლმე, რომ ფიზიკური აირეკლავსო და ქიმიური შთანთქავს და ამიტომ ანიჭებდნენ ფიზიკურს, რომ აი თითქოს ჩვენ კანში არ შედისო და რეალურად არც ერთი არ შედის. მინერალური დამცავები, ანუ ეს ორივე zinc oxide და titanium dioxide არის მინერალური კრისტალები, რომლებიც კანის მიერ არ შეიწოვება, გარედან გვადევს სახეზე. აი როგორ წეღარო ვახსენე ეპიდერმისი თქო, ეპიდერმის ყველაზე გარეშრე რქოვანა აქვს რეალურად მკვდარი უჯრედები, აი შეწეპებული. ეს არის მთელი ჩვენი გარსი. არაფერი, ანუ ცოცხალი არის ისინი კერატინოციტები, კორნეოციტებად გარდაიქმნება და არის მკვდარი უჯრედები სრულად და ამ მკვდარ უჯრედებს შუაში აქვს რაღაც სითხე, ვლანტის სითხე, რომელიც გვიცავს რაღაცების შეღწევისგან. ამიტომ ჯერდი ძალიან რთულია, რომ პროდუქტმა კანში შეაღწიოს და ქვედაფენებში ჩავიდეს და რაღაცები გააკეთოს, ამიტომ რთულია პროდუქტების ფორმულირება, მაგრამ მინერალური კიდე უფრო ისეთი მოლეკულა, რომელიც ზემოდან ზის. 10%-ს დაახლოებით აირეკლავს, 90%-ს გარდაქმნის სითბოდ. და ქიმიური 100%-ს გარდაქმნის სითბოდ. აი ეს მცირე განსხვავება არის მოქმედების დონეზე. თავი განსხვავება არის ტექსტურაში და ასევე შეფერილობაში. ანუ ეს თუთიის ოქსიდი უფრო თეთრი შეფერილობის არის და ამიტომ არის ხოლმე რომ მინერალური მზის განამცავების გამოყენების დროს ანუ არის ხოლმე სითეთრე და ძალიან ხშირად ნახავთ ესე დამცავებში შეფერილ მზის განამცავებს ამატებენ ხოლმე სპეციალურად პიგმენტს რომ ეს სითეთრე დაფარონ. ქიმიური მზის განამცავებში ეს პრობლემა არ არის. უფრო თხელი კონსისტენციის არის, უფრო დამატებებელი, თუმცა უფრო მეტად ცხიმიანი არის ხოლმე და შეიძლება იწვევდეს თვალების წვას. ქიმიური. ხო, თუმცა ძალიან ინდივიდუალურია. მე მინახავს ადამიანები, ვისაც ფიზიკურზე საწვიათ თვალები. და რთულია ძალიან, სანამ არ დატესტავ, იქამდე შეუძლებელია თქვა, აგიწვავს თუ არა. თან ისიც არის, რომ ხანდახან წვა გამოწვეულია იმითი, რომ თვალის გარშემო რო ისვამენ თვალზე ხო რაღაც ცხიმონება არის ხოლმე და ნელ-ნელა ქვემოთ ჩამოზით და თვალში ჩასდით.
ხო, ხანდახან ეგეც არის ხოლმე და ეგეთ შემთხვევაში ურჩევ ხოლმე, რომ დაიფიქსირონ დასაფიქსირებელი პუდრით, როგორც თქვათ, მაკიაჟს იფიქსირებენ ხოლმე, ან შეიძლება მზის განამცავი პუდრითაც დაიფიქსირონ, რომ ნაკლებად ჩამოვიდეს. ეს არის მთავარი განსხვავება, ან ტექსტურა, შეფერილობა და თქვათ, ფიზიკურ დამცავს უფრო მეტად ურჩევენ ხოლმე ცხიმიან კანს, იმიტომ რომ უფრო შემაშობელი ეფექტი აქვს და ქიმიურებს უფრო მეტად გლოუი, ესეთი დამატენიანებელი ის აქვთ ელფერი. ელფერი, ხო და ამიტომაც აი ვისაც მშრალი კანი აქვს, ან ნორმალური და უნდა ხოლმე აი ცოტა გაბრწყინებული კანი, ხო. ქიმიური ფილტრები, თუმცა ზოგად ფორმულაზე უფრო მეტად არის დამოკიდებული პროდუქტის ეგრეთ წოდებული შეგრძნება, ზოგადად ფერი და ასე შემდეგ, ვიდრე კონკრეტულ ფილტრებზე. ეხლა მე გამიშთა ეგეთი კითხვა. რა განაპირობებს მზის განდამცავის ხარისხიანობას მაშინ? აი თუ შეგვიძლია ვილაპარაკოთ რა, იმიტომ რომ ბაზარზე ბევრი მზის განდამცავია, ხო? ნუ არის ხა აფთიაქებში შედეხარ და ნახულობ ეს მზის განდამცავს და იქ რაღაცნაირი ფასით ხვდები, ხო? შეიძლება რომ უფრო ძვირი რო ის უფრო კაი იყოს ან რაღაც, არ ვიცი. მაგრამ აი ზუსტად ეგ გაგვიხსენია რა, იმიტომ რომ ძალიან ბევრია ბაზარზე და აი ხო ვიღაც უყურებს და კაი გადავწყვიტე რომ დავიწყებ მოხმარებას და აი როგორ? ხო. რაც ახსენე, სამწუხაროდ ფასი პირდაპირ კავშირში არ არის ხოლმე ხარისხთან და ხშირ შემთხვევაში საკმაოდ ბიუჯეტურია რაღაც პროდუქტების წარმოება. მზის განამცავი ნაკლებად ბიუჯეტურია, იმიტომ რომ როგორც თქვი, რთული დასაფორმულირებელია და ძალიან დიდი რაოდენობის ტესტირება უკან. ბევრი ადამიანია ჩართული, ადამიანებზე იტესტება, სანამ ჩვენამდე მოვარეულოთ, აი წეღა რო თქვი SPF ფაქტორი, თქო, SPF-ს რეალურად ადამიანებზე ტესტავენ. 2 მილიგრამს უსვამენ სანტიმეტრ კვადრატზე, ასხივებენ მე დიდი რაოდენობით ხელოვნურად შექმნილ UV სხივებს და ნახულობენ რა სისწრაფეში გაწითლდება. ამიტომაც რაც უფრო მეტ ადამიანზეა ჩატარებული კვლევა, მით უფრო ძვირი უჯდება, ხო, ბრენდს ამ ყველაფრის გაკეთება, შესაბამისად ფასშიც აისახება. მაგრამ თქვათ რომ რაღაცა ლაქშერი ბრენდის მზის განდამცავი უკეთესია, იმიტომ რომ უფრო ძვირი ღირს, ესე არ არის. საბედნიეროდ გვაქვს უამრავი დერმატოლოგიური ბრენდი აფთიაქში, რომელიც აწარმოებს ძალიან კარგ მზის განდამცავებს, ნუ ბიუჯეტურ ფასშიც და საშუალო ფასშიც. ხო, ერთ-ერთი არის მაგალითად ესვი არის, ხო? და ფასდაკლება ამ მეგობრებო არ გამოტოვოთ. ჩემმა გამომწერმა ყველა მიცის როგორ მიყვარს ესვი არის რამდენიმე მზის განდამცავი. ანის მაქვს ამოჩენებული და 3 წელია მხოლოდ მაგას ვიყენებ, იმიტომ რომ SPF 50+ აქვს დაცვა როგორც მაგას შუაში. ხო, მაგის მსგავსი ვარიანტია ბიძაშვილი არის, უბრალოდ სტაფილოსფერ შეფუთვაში არის და არის მშრალი ზეთი. და აი ხშირად გამიგია რომ აი ტანზე მეზარება, გადანაწილება, ხო? მე მაგიტო ვიყენებ ზეთს, რომ აი თეთრი კრემის შეზელვა უფრო რთულია და უფრო მეტ მას საჭიროებს ძალისხმევას, ვიდრე მშრალი ზეთის გადანაწილება. თან ამ ზეთს რო ისავ ისელამოზად პრიალებს ფეხები, თან არაცხიმიანია, რომ უფრო მეტად გინდება ნაგის წასმა, ხო? და შენს კითხვას რო პასუხი გავცე, ზოგადად რა ტიპის ფილტრებია გამოყენებული და რა რაოდენობით. მაგრამ იცი როგორ არის, როგორც თქვი, საკმაოდ ახლოს მოწმდება მზის განამცავების წარმოება, იმიტომ რომ ამერიკაში მაგალითად წამლის ქვეშ არის რეგისტრირებული, ამიტომაც ძალიან რთული ამერიკაში ახალი ფილტრების დადასტურება, იგივე ავსტრალიაში. შესაბამისად, ანუ აი closely monitored არის, ძალიან ახლოდან უყურებენ და ყველაფრის დოზა, ყველაფრის ეფექტურობა არის ძალიან ისე შემოწმებული მკაცრად. და შესაბამისად, ჩვენამდე მოსული დადასტურებული შეფუთული და ბრენდული პროდუქტი წესით ყველა იცავს თუ გამოვიყენებთ წესი რაოდენობას და SPF 30-ან მეტს. და წავისვამთ 2 თითის წესით. აი ხშირად არის ხოლმე რომ ძალიან კარგი მზის განდამცავს იყენებენ, მაგრამ ისვამენ ძალიან ცოტას. მაგრამ რეალურად უნდა წავისვათ აი 2 თითის წესი ქვია, რომ აი ეს 2 თითი რო შევავსოთ მზის განდამცავი და ეგ რაოდენობა სახეზე, ნაგდენივე ყელზე დეკოლტეს და მე ტანზე ამობენ ხოლმე ერთი შოთ გლასი, ანუ ერთი პატარა ჭიქა სასე უნდა იყოს. რა, რეალურად რთულია მაგ რაოდენობის ყოველდღიურად წასვლა, მაგრამ თუ ვლაპარაკობთ, რომ აი მზის განდამცავი რასაც ამობს, რომ ასე იცავს, ამ რაოდენობით უნდა წაისვა, რომ ეგ შედეგი მიიღო. თუ მე წავისვი მიათედი, ვერ დავინახავ ეგეთ დაცვას და შესაბამისად დამეწვევა კანი და მე დავაბრალე პროდუქტს, იმიტომ რომ უფრო მნიშვნელოვანია პროდუქტს დავაბრალო, ვიდრე საკუთარი. ხო, იმიტომ რომ ხა რაც თქვი
თქვი, თან მაგას ხო ჭირდება განახლება იდეაში. მჰმ. დილას წავისი და მთელი დღე ვიყავ თქვათ პირები და სანაპიროზე, ის არაფერს არ იზავს და უნდა განვიახლო და მე მაგალითად ეხლა ზუსტად რამოდენიმე დღის წინ წავისვი მზის განამცავი და შემდეგ ჩამეძინა. მჰმ. და არავინ არ იყო რომ გავეხუცებინა და ესე ცოტა მივიწვი, იმიტომ რომ გავუვიდა დრო მოქმედებას და შესაბამისად დადგა შედეგი, ხო? იმიტომ რომ არ ხო. გამეღვიძა ისე მეძინებოდა, რომ გავითიშე რა. მეგობრები უნდა გავაფრთხილოთ, რომ ხო. გადაგვისვან ხო. ხო, ამიტომ ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. კი ბატონო, ეს ასევე მაქვს ახლა კითხვა, ძალიან ბევრს საუბრობენ ცისფერ შუქზე მჰმ. და მის დაზიანებაზე. ზოგადად ცისფერ შუქზე რა დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს ჩვენ კანზე, ეგ გითხარი მჰმ. და გვიცავს თუ არა მზისგან დამცავი მაგ გამოსხივებისგან, ხო? HV. HEV, ხო. ხო. ანუ blue light-ი არის საუბარი, რომელსაც რეალურად მზეც გამოყოფს და ყველაზე დიდი რაოდენობის მზე გამოყოფს, მაგრამ ეხლა უკვე ვიცით, რომ LED განათებები, რაღაცა ტელევიზორები, პლანშეტები, კომპიუტერი. ხო, ასე შემდეგ. უბრალოდ მზესთან შედარებით იმდენად მცირეა ეგ რიცხვი, რომ წესით სიის დასაწყისში არ იტყვი. უბრალოდ, მაინც არის პრობლემა, იმიტომ რომ ეხლა უკვე ვიცით, რომ აი ეს ცისფერი სხივი იწვევს კანში პიგმენტის გამუქებას, და ვისაც პიგმენტაციისკენ აქვს მიდრეკილი კანი, განსაკუთრებით და ფის პატრიკის შკალა რო ვახსენე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე ვინც არიან, უფრო მეტად არიან მიდრეკილები პიგმენტური ლაქებისკენ და შესაბამისად ეს ლურჯი სხივი უფრო პრობლემატურია ამ ტიპის კანში და ამავდროულად იწვევს ოქსიდაციურ სტრესს და კანის დაბერებასაც, უბრალოდ როგორც თქვი, ეს შესამჩნევი არ არის დღეს და ხვალ, ყველაფერი გროვდება და რაღაც ასაკის შემდეგ გამოჩნდება და საბედნიეროდ თანამედროვე მზის განამცავები თითქმის ყველა გვიცავს ამ ტიპის სხივებისგან და აწერია კიდეს ხოლმე ზემოდან, რომ visible and blue light ყოველთვის გამოტანილია. ზოგადად მაგალითად ფიზიკური დამცავები რო ვახსენეთ, ისინი შეიცავენ შეფერილები რკინის ოქსიდებს, iron oxide აწერია ხოლმე შეფუთვაზე, რომელიც გვიცავს ამ ლურჯი სხივისგან და ამიტომაც არის ხოლმე, რომ დერმატოლოგები მაგალითად მუქი ფერის კანის მქონე ადამიანებს, ან ვისაც პიგმენტური ლაქები აქვს, ან მელაზმა აქვს, ხო? ურჩევენ ხოლმე ყოველთვის შეფერილ მზის განამცავს, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ მზის სხივებისგანაც იცავს, ამავდროულად ლურჯი სხივისგანაც იცავს ეს რკინის ოქსიდი, რომელიც შეფერილ მზის განამცავებშია. თუმცა ქიმიურ ფილტრებშიც გვაქვს ისეთი თანამედროვე ფილტრები, მაგალითად ტრიაზორბი, რომელიც ფორმულირებულია ისე, რომ ამ სხივისგანაც გვიცავდეს. ამიტომ თავარია რომ წავიკითხოთ თუ აწერია, რომ გვიცავს, ესე იგი რეალურად ეგრეა. ეხლა უნდა გადავიდეთ ისეთ თემაზე, რომელიც ალბათ ყოველთვის ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ არსებობს კონტრარგუმენტები, რადგანაც არ მოიხმარენ მზისგან დამცავს და ბევრი თეორია არსებობს ამის შესახებ და პირველი, რასაც ვიტყვი, არის არასასრული ქიმიკატების შემცველობა მზისგან დამცავებში და შენ უკეთესი სახელებიც ღმრო ენა არ მოვიდე, ხო? და საიდან გაშთა საერთოდ აი ეგ რაღაც ის რომ ბენზინი. ხო. ზოგადად ყველაფერი ქიმიაა, მათ შორის ბუნებრივი ინგრედიენტებიც ქიმია, წყალიც ქიმია, ამიტომ ამ ქიმიის დემონიზება და ქიმიური დემონიზება არ ვიცი რატომ ხდება. რაც შეეხება მაგ ინგრედიენტებს, ძალიან როგორც ახსენე, ძალიან ბევრი არგუმენტი აქვთ, ასე ვთქვათ, მზის განამცავის საწინააღმდეგოდ. ყველაზე ხშირად მხდება ხოლმე ეს ავობენზონი, ოქსიბენზონი, ოქტოკრილენზე და ოქცინოქსატზე ინფორმაცია. რეალურად პრობლემა გაჩნდა საიდან, რომ ჩატარდა კვლევა, რომელიც თვითონ FDA-მ ჩაატარა, რომ ენახათ რეალურად გადაეფასებინათ დოზები, რა დოზებსაც უნდა ვიყენებდეთ ჩვენ მზის განამცავში. ბევრს არ გონია, რომ მზის განამცავები კონტროლდება, მაგრამ რეალურად ტოქსიკოლოგები და რეგულატორები ჩვეულებრივად მუშაობენ ისევე, როგორც მაგალითად საკვებზე და წამლებზე, ასევე მზის განამცავზეც. არის განსაზღვრული დოზები, რომელსაც არ უნდა გადააჭარბოს ინგრედიენტმა, აი როგორც მაგალითად წყალი ჩვენი სასიცოცხლო მნიშვნელობის ის არის პროდუქტია, მაგრამ თქვათ 5-6 ლიტრი რო დავლიო შეიძლება მოვიწამლო, ზუსტად ეგრე არის ნებისმიერ სხვა ინგრედიენტზე, რომ რაღაც განსაზღვრული დოზები აქვს. ამ ინგრედიენტებს რა თქმა უნდა განსაზღვრული დოზები აქვს. უბრალოდ ჩაატარეს კვლევა 2020-ში, რომ ენახათ აი ეს დოზა ცოტა ხოლმე შემცირებულიყო, იმიტომ რომ ერთ-ერთი ესეთი კვლევა ჩატარდა, რომ ეს ინგრედიენტები ძალიან დიდი რაოდენობით აჭამეს ცხოველებს.
და ინექციურად შეუყვანეს ორგანიზმში და აკვირდებოდნენ როგორი მოქმედება ექნებოდა და დაადგინეს რომ ესტროგენის მსგავსი მოქმედება ჰქონდა, ამიტომ ეძახიან endocrine disruptors, რომ ენდოკრინულ სისტემას. სისტემას მუშლის ხელს მუშაობაშია და რეალურად ეს რაოდენობა რაც ცხოველებს აჭამეს 100-ჯერ აღემატებოდა იმ რაოდენობას, რაც შეიძლება ჩვენ მთელი ცხოვრების განმავლობაში მთელს სხეულზე რო ვისვათ ყოველ დღე დამცავი, მაგას ვისვამდეთ. ანუ უბრალოდ ძალიან განსხვავებული დოზებია, ეს ერთი და მეორე მაქსიმალური დოზა უსაფრთხოების რაც დადგენილია, იმაზე 100-ჯერ ან ხანდახან 1000-ჯერ ნაკლებს იყენებენ ხოლმე პროდუქტებში. ან თავსაც იზღვევენ თვითონ მწარმოებლები მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხოების რაღაც მაქსიმუმი ნორმა დაწესებულია რეგულატორების მიერ და FDA არის ერთ-ერთი ყველაზე ესეთი მკაცრი რეგულატორი მთელ მსოფლიოში, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანი უნდებიან ინგრედიენტების დატესტვას და ამიტომ როგორც ვახსენეთ ამერიკაში ყველაზე ცოტა მზის განამცავი ფილტრია, იმიტომ რომ ჯერ ახლები არ დაუტესტავთ და არ დაუდასტურებიათ. უბრალოდ გადახედეს ამ ყველაფერს და დოზა ცოტათი დაწიეს, მაგრამ ჩვენ მზის განამცავებში როგორც თქვი, იმაზე ბევრად დაბალი დოზებია. და ამობენზონი, ბენზინი არ არის რეალურად განსხვავებული მოლეკულებია საერთოდ. ბენზინზე იყო ცალკე ბენზოლის პეროქსიდზე მოხდა ეგეთი ამბავი, რომ ერთ-ერთმა ბრენდმა დატესტა ძალიან ცუდ პირობებში, იმიტომ რომ ესი აწყობდა, რომ მერე მისი პროდუქტი გაეყიდა. ანუ ეს იყო საბოლოოდ ყოველ შემთხვევაში, რაც მეცნიერებმა და დერმატოლოგებმა ასე ვთქვათ დაასკვნეს. ამიტომაც როცა რაღაცა ინფორმაციას ვეცნობით, ყოველთვის უნდა დავსვათ კითხვა, რა კვლევა ჩატარდა, ვიზე ჩატარდა, ვინ ჩაატარა, ანუ ვინ იყო დამფინანსებელი და მერე ძალიან თავარია. ხო, და მერე უკვე ეს კვლევა უნდა წავიკითხოთ სწორად და ძალიან აი დეტალებს უნდა მივაქციოთ ძალიან ახლოს ყურადღება, იმიტომ რომ ერთი და იგივე კვლევით შეგიძლია განსხვავებული დასკვნა გამოიტანო იმ კონტექსტით, რა კონტექსტად ჩვენ გინდა. ხო, ანუ რეალურად კი endocrine disruptor, ანუ ეს ესტროგენული მოქმედება ქონდა ცხოველებში, როცა ეს რაოდენობა აჭამეს, ჩვენ როგორც ვიცით, მზის განამცავს ვისვამთ კანზე და ძალიან მცირე რაოდენობა შეიწოვება, იმიტომ რომ როგორც თქვი, ქიმიური ფილტრების შემთხვევაში მაღალი ზომის, დიდი ზომის მოლეკულებია, რომლის პენეტრაცია კანში მარტივად ვერ ხდება და ამიტომ ძალიან ცოტა შეიწოვს ჩვენი სხეული და ღვიძლის თირკმელების საშუალებით გამოიდევნება ეს რაოდენობა და თქვათ, როცა სპრეია, ინჰალაცია ამ შემთხვევაში უფრო პრობლემატურია ხოლმე ვიდრე კანზე წასმა, ამიტომაც ყოველთვის მე რეკომენდაციას უწევ ხოლმე ჩემს გამომწერებს, რომ თქვათ გავიდნენ ჰაერზე და იქ შეისხურონ, რომ თქვათ ოთახში არ დაგროვდეს ეს ინგრედიენტები, ან შეისუნთქონ, ანუ სუნთქვა გააჩერონ, შეისხან და შემდეგ გააგრძელონ, რომ ანუ პირში არ მოხდეს ეს ინგრედიენტები. ესე ვთქვათ, საშიში ინგრედიენტები, ხო. რომელიც რეალურად არ არის იმ დოზით, რომ ჩვენთვის ზიანი მოიტანოს. და რეალურად ალბათ თუ შევადარებთ ის, რომ საერთოდ არ ვიხმაროთ და ის რა რაოდენობაც არის ამ პროდუქტებში, მაგისი რაღაც პროცენტული დაშვება თუ არსებობს, რომ ჩვენზე ზიანს მოიტანს, ალბათ აი ამის საერთოდ არ გამოყენების პროცენტული მაჩვენებელი, ანუ ზიანი უფრო მეტი იქნება, ხო? და მეორეც კი და უამრავი მზის განამცავი, რომელიც ამ 4 ინგრედიენტს არ შეიცავს. ან როგორც თქვი, ამერიკაში ძირითადად ეს ინგრედიენტები, იმიტომ რომ იქ ახალი ფორმულები ჯერ მიღებული არ არის და შესაბამისად წარმოებლებს უწევთ ისევ აი ძველი ფილტრების გამოყენება, მაგრამ თქვათ SVR-ში ვერ შეხვდებით ამ ფილტრებს, კორეულ მზის განამცავებს საერთოდ თანამედროვე ფილტრები აქვთ და თითქმის არ იყენებენ. რა თქმა უნდა, მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის შეგიძლიათ გაეცნოთ ინგრედიენტების სიას და მე სულ ამას ვამბობ, რომ უამრავი მზის განამცავია ბაზარზე. შეიძლება მაგალითად მინერალური არ მოგწონდეს, იმიტომ რომ თეთრია, გამოიყენე ქიმიური. ქიმიური არ მოგწონს, იმიტომ რომ თვალებს გიწვევს, ნახე რომელი ქიმიური აგენტი გიწვევს თვალებს და ისეთი იპოვე, რომელშიც არ არის ეს ინგრედიენტი. ხო, ანუ საერთოდ ამოღება და თქმა, რომ აი თქვა, აი ერთ ბოსტნეულზე თუ ალერგია გაქვს და თქვა, რომ მე ბოსტნეულს საერთოდ აღარ შევჭამ, აი იგივეა, რომ აი ეს ინგრედიენტი არ მოწონს და მოდი მზის განამცავს, საერთოდ არ გამოვიყენებ. ძალიან დიდი არჩევანია საბედნიეროდ და ყველა ბიუჯეტში, ყველა ტექსტურაში. ერთადერთი პრობლემა ჯერჯერობით არის, რომ ის შეფერი მზის განამცავებს მუქი ფერის კანს მქონე ადამიანებისთვის ჯერ ვერ აკეთებენ კარგსა და ძირითადად ღია ფერის არის ხოლმე და უწევთ მე ქიმიურის გამოყენება, თორე აი ჩვენი კანის და ტიპის და ფერის მქონე ადამიანებისთვის უდიდესი არჩევანია. ამიტომ უბრალოდ ცოტა დატესტვა გიწევს რა რაღაცების ცდა, რომ აბა რომელი მოგიხდება ყველაზე მეტად, რომელი მოგეწონება. აი ხა გამიშთა ეგეთი კითხვა, რომ რამ ზოგადად, რამდენად მნიშვნელოვანია იცოდე შენი კანის ტიპი.
და რატო გამიშთა ეს კითხვა? იცი რომ მე მაგალითად როდესაც დავიწყე მზისგან დამცავის გამოყენება, სავარაუდოდ ავარჩია არასწორი ჩემი კანის ტიპთან მიმართებით და რაღაცა პატარა გამონაყარი რაღაცები წამოიღო რა, ვერ ვიტყვი რომ დამემართა მოურჩენელი ესე ვთქვათ, მაგრამ იყო. Mhm. მაგრამ მივხვდი რომ არ იყო ჩემი კანის ტიპისთვის და აი მაგიტომ ჯერ პირველი კითხვა არის რამდენად მნიშვნელოვანია რომ ვიცოდეთ ჩვენი კანის ტიპი. ხო. ეხლა რასაც გიპასუხებ, ზუსტად ვიცი რომ ბევრს არ მოეწონება. მაგრამ ნუ რეალობა უნდა ვთქვა, ხო? კანის ტიპები ასე დერმატოლოგიაში არსებობს ფიცპატრიკის შკალით, რაც ვახსენე. ანუ ეს კომბინირებული ცხიმიანი ეს რაღაცები რეალურად კანის ტიპი არ არის. მმ. აი ეს რასაც ჩვენ კანის ტიპებს ვეძახით, რეალურად ზომავს კანში ცხიმიანობას და ტენიანობას. და თქვათ ვიღაცას აქვს გენეტიკური მიდრეკილება რომ მეტი ცხიმია წარმოოს და ამიტომ ამას დავარქვით ცხიმიანი კანი, იმიტომ რომ უფრო მარტივია მერე პროდუქტის შერჩევა და რეალურად ბრენდებმა, ანუ ვინც პროდუქტის წარმოება დაიწყეს, იმათმა დაიწყეს ესე კანის კლასიფიკაცია, რომ გაემარტივებინათ მომხმარებლისთვის რაღაცით მაინც რომელი გამოიყენებინათ და რეალურად ანუ აი ეს კანის ტიპი ყველასი განსხვავებულია ერთადერთი იგულისხმება რომ ზომავთ ცხიმიანობას და ტენიანობას. მჰმ. წეღანში რომ საუბრობდით ცალკე ახსენე რომ თქვა გამომშრალი კანი ქონდა. აი კანის ტიპი არ არის მაგალითად აი გამომშრალი ნიშნავს რომ წყალი აკლია კანს, ანუ ტენიანობა დაბალია. ანუ შეიძლება ერთდროულად ცხიმიანობა ქონდეს მაღალი, მაგრამ წყალი ხო ტენიანობა იყოს დაბალი და ამიტომ ქონდეს ცხიმიანი, მაგრამ გამომშრალი. და ეგეთ რომ სულ ჭირთ ხოლმე თქვა რომ აი როგორი კანის ტიპი მაქვს. რეალურად აი კანის ტიპს ცოტა ხანი რო თავი დავანებო და უბრალოდ კანს უნდა დააკვირდე. ცხიმი თუ გამოგეყოფა რა რაოდენობით და რა ზონებზე და წყალი ტენიანობა როგორია? ან ტენიანობას ხვდები იმით რომ თქვა თუ გამომშრალია კანი დაჭიმულობა გაქვს, გექერცლება, ვიზუალურადაც შესამჩნევია უფრო დამჭკნარი და უსიცოცხლო ჩანს კანი. ცხიმიანობაც მარტივი შესამჩნევია იმით რომ თქვა გიპრიალებს, შავი თეთრი წერტილები ან შეიძლება სებაციური ფილამენტები რომელიც შავ წერტილებში ერევათ ხოლმე, სებაციური ფილამენტები გქონდეს მაგ უბანზე და მაგით მიხვდე. ან თქვა დღის განმავლობაში მაკიაჟი თუ გისვია რაღაც ადგილებში ირეოდეს და ჩამოდიოდეს, ხო? ეგეც ცხიმიანობის მანიშნებელია. ან რეალურად ვიზუალური დაკვირვებით და აი კანის შეგრძნებით უფრო მარტივია მიხვდე შენს კანს რა ჭირდება, ვიდრე აი სიას შევხედოთ და ეს მაწუხებს, აი იმიტომ რომ ხშირად აი რომ ცხიმიანი კანის მახასიათებლები წერია, შეიძლება ყველა ვერ შენიშნო და უცბად დაიბნე, რომ აი ცხიმიანი მაქვს, თუ გამომშრალი აქვს ხოლმე, გონიათ რომ მშრალია. და რეალურად აი ცოტა ხანი ამასაც რომ თავი დავანებოთ, მაგას უნდა დავაკვირდეთ კანზე, რომ როგორ გვაქვს ცხიმიანობა და როგორ გვაქვს ტენიანობა და ეს თან იცვლება. ძალიან ბევრი ფაქტორი იცვლის. აი მაგალითად, ხშირად გამიგია, რომ ორსულობის შემდეგ შეეცვალოთ კანის ტიპი. ანუ იმიტომ რომ ჰორმონების ცვლილებამ გამოიწვია ცხიმოვან ჯირკვალში ცხიმის სეკრეციის უნარის ან დაქვეითება ან პირიქით მომატება და ან ცხიმიანობა ემატება, თან პირიქით უქვეითდებათ. სტრესი, უძილობა, ხო, თქვათ კანის მომლის პროდუქტები, რომელსაც იყენებ, მუდმივად იცვლება ჩვენი კანის მდგომარეობა. ამიტომაც ჩემ გამოწერებსაც ხშირად ვეუბნები ხოლმე, რომ თუ 10 წლის წინ დაგიდგინეს, რომ გქონდათ ცხიმიანი კანი, მაგრამ დღეს რეალურად ცხიმიანობა კანზე არ გაწუხებთ, ესე აღარ გაქვთ ცხიმიანი კანი. ანუ თქვენი ცხიმიანობა შეიძლება იყოს მაგალითად გარდატეხის ასაკის ბრალი და უბრალოდ დასტაბილურდა. ხო, ამიტომაც შენ რაც თქვი, ზოგადად მზის განამცავებზე სულ ვამბობ ხოლმე, რომ კანის ტიპის მიხედვით კი არ უნდა შევარჩიოთ რა ტექსტურა, რა ფორმულა, თვითონ შეგრძნების დონეზე რა მოგწონს და რას გამოვიყენებთ ყოველდღიურად, ეს უფრო მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მზის განდამცავი რეალურად კოსმეტიკური საშუალება არ არის, მხოლოდ არის პრევენციული, რაღაცა მეცნიერებით დადასტურებული პროდუქტი, ხო? აი დამატენებელი თუ უნდა გვიტენიანებდეს და რაღაცებს უნდა მივაქციოთ ყურადღება კანის ტიპის მიხედვით, რომ უფრო მსუყე გვინათ უთხელი, მზის განდამცავში აი ეგ ამის განაცავლის დანიშნულება არ არის კანის დატენიანება ან აკნეს მოგვარება, ხო, ამიტომაც კანის ტიპზე მეტად უნდა დავაკვირდეთ ტექსტურას და თქვათ აი რა ის გვინდა, რა მონაცემებს გვინდა რომ აკმაყოფილებდეს, ზოგს უნდა პრიალა, ზოგს უნდა მატი, ზოგს უნდა რომ ცხიმოვნებასაც ასტაბილურებდეს და უნდა ქონდეს შესაბამისი ინგრედიენტები, ამიტომაც უფრო მეტად მივდივართ შემადგენელ ინგრედიენტებზე, ვიდრე დაწერილ კანის ტიპებზე. ხშირად არის ხოლმე რომ მაგალითად ამბობენ რომ ცხიმიანი კანის პროდუქტები ვიყიდე, იმიტომ რომ აწერია ხო, რომ ცხიმიანი კანის არის განკუთვნილი და გამიღიზიანდა კანი ან გამომიშრა. რატომ არის? იმიტომ რომ
ამდენი ცხიმიანი კანისთვის განკუთვნილი პროდუქტი ერთად აზიანებს ბარიერს, ზედმეტად აშრობს კანს, ცხიმიანობას ვერ არეგულირებს გარეგანი პროდუქტები, მაგრამ სამაგერად გამოუშვა და ეხლა ორი პრობლემა ერთად აქვს, ხო? ამიტომაც ყოველთვის ვამბობ, რომ პროდუქტის შერჩევის დროს კი, რა თქმა უნდა, ზედატანელი ინფორმაცია გვეხმარება რაღაც ლავირებაში და არჩევნის უფრო მარტივად გაკეთებაში, მაგრამ რეალურად ინგრედიენტებზე დაკვირვება და ის შემადგენლობაზე უფრო ყურადღების გამახვილება უფრო მეტად გვეხმარება სწორი არჩევნის გაკეთებაში, რომ ჩვენს რუტინას და იმ კანის მდგომარეობას, რაც იმ მომენტში გვაქვს, მაგას მოვარგოთ. ხო, ანუ უნდა შევისწავლოთ ჩვენი კანი, ეგრე გამოდის, ხო, რეალურად, ვიცოდეთ რა შვება, რა დროს რა შვება, იმაზე რა შვება, ხო, ამაზე უფრო მარტივია, რომ მე თქვა, რომ აი მშრალს ეს უხდება, ცხიმიანს ის უხდება, მაგრამ ეგეთი მარტივი არ არის, ხო? აი მაგალითად, მე მაქვს კომბინირებული კანი, მაგრამ მომწონს ცოტა glow imzis განდამცავები, რომლებიც თხელი კონსისტენციის არის, მაგრამ ცოტა პრიალა ვიზუალს მიტოვებს კანზე. მაგრამ მე ვიცნობ ადამიანს, რომელსაც მშრალი კანი აქვს და საერთოდ არ მოწონს რა მეუპრიალებს და პირიქით ეძებს უფრო მშრალ პროდუქტს, ხო? ამიტომაც იმდენად ინდივიდუალურია კანის მდგომარეობას და ჩვენი სურვილებიც, რომ მხოლოდ კანის ტიპზე დაყრდნობით ვერ მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუმცა რაღაც კუთხით რა თქმა უნდა ხო გვეხმარება ესეც. შვენიერი პასუხი გამოვიდა. მე მაქვს ჩვენ ძალიან ბერბოჯერ ვახსენეთ ხა ეს ეტიკეტის კითხვა, სხვადასხვა რაღაცა წარწერები და მაქვს რამოდენიმე ტერმინი ამოწერილი, თუ საერთოდ ნიშნავს ამ ყველაფერს რამე საერთოდ თუ მე როგორც მომხმარებელს ამის წაკითხვა რამეს მაძლევს რა. სუფთა კოსმეტიკას, რასაც ეძახიან clean beauty რა. აი რას ნიშნავს ნატურალური, ორგანული რო ეწერია, ხო? რამეს ნიშნავს საერთოდ? და როგორც წესი ორგანული თუ აწერია, უბრალოდ ძვირი ღირს ხოლმე, ხო? ხო, აი აგვიხსენიება. ეს რეალურად ყველა რაც ჩამოთვალე არის სრულად მარკეტინგული ტერმინი, არასამეცნიერო და კონკრეტული განსაზღვრება არ აქვს, ანუ შეუძლებელია შევთანხმდეთ რა ითვლება ბუნებრივ ან ორგანულ ინგრედიენტად, მით უმეტეს კანისმოვლის პროდუქტში. უბრალოდ როცა რაღაც ტრენდება და ეხლა სოციმედიის დახმარებით ძალიან მარტივად ტრენდება რაღაცები, ბრენდებს ურჩევნიათ, რომ მაგ ტრენდებს აყვნენ და ვთქვათ გაზარდონ გაყიდვები მაგ მარკეტინგული ტერმინების გამოყენებით, ვიდრე დრო, ფული დახარჯონ იმაში, რომ აუხსნან მომხმარებელს, რატომ არის ეს უამრავი დერმატოლოგი, უამრავი მეცნიერი, უამრავი კოსმეტოლოგი და ფორმულატორია, რომელიც ამაზე ძალიან ხშირად საუბრობს, მაგრამ მათი ნახვები ვიდეოებზე რომ არის 10,000 და TikTok-ზე რაღაცა უცბად ესე მარტივად ნათქვამ სიტყვას და ვიდეოს აქვს რაღაც მილიონობით ნახვა, ხო? ამიტომაც ყვებიან ხოლმე და ამას აწერენ, რომ რაღაც მაქსიმალურად გაზარდონ პროდუქტის გაყიდვა, მიმზიდველი გახადონ ზუსტად. როგორც ვქენ, რეალურად ბუნებრივი ხო, არ არის რეგულირებული ტერმინი, მაგრამ ჩვენ რო ვიკითხოთ რა არის, ხო? ბუნებრივი. ანუ ბუნებაში რაც მოდის, ხო? მაგრამ ბუნებაში ყველაფერი რაც დედამიწაზე რაც ჩვენ გვახო შეიძლება ჩვენ შევქმნით რაღაცების შეწებებით, მაგრამ ხო ბუნებრივი მასალებისგან არის გაკეთებული. ან მაგალითად ბუნებრივი შეიძლება იყოს მცენარე, მაგრამ ეგ ხო არ ნიშნავს არატოქსიკურს. მაგალითად მეტალები, მძიმე მეტალები ბუნებრივია, ხო? ბუნებაში გვხვდება, მაგრამ ტოქსიკურია, მაგას არასდროს წავისვამთ, ხო? სახეზე. ან მაგალითად C ვიტამინი რო ავიღოთ, C ვიტამინი ბუნებრივად გვხვდება ციტრუსებში, მაგრამ არასტაბილურია ციტრუსებში არსებული C ვიტამინი, ამიტომაც პროდუქტებში იყენებენ უკვე ლაბორატორიაში შექმნილ სინთეტიკურ C ვიტამინს, რომელიც ბევრად უფრო მარტივად დასასტაბილურებელია, უფრო ეფექტურია, უფრო მარტივად შეიძლება განსაზღვრო ვთქვათ ფორმულაციაში კაფსულირებული იყოს, არ იყოს და ისედაც ბუნებრივი მასალა ხო ჩვენ პროდუქტებში ვერ მოხვდება, იმიტომ რომ შეუძლებელია რაღაც მოკრიფე პირდაპირ პროდუქტში ხო არ დებ, ის რაღაც დამუშავებას გადის და თუ დამუშავებას გადის, რა დონეზე არის ბუნებრივი, ხო ეგეც ძალიან ისეთი კითხვაა ჩემი აზრით, ვალიდური. ამიტომაც რთულია ძალიან, რომ ეს ბუნებრივი ან ორგანული რაღაცნაირად შეფუთო ისე რომ თან სასარგებლო იყოს, თან რამე არ დააზიანოს, ჩემი აზრით ცოტა ხანი ამას უნდა
არ შევხედოთ, სანამ მინიმუმ რეგულირებული არ გახდება ეს ტერმინი ხო. და რეალურად ეხლა როგორც ვახსენე, დავაკვირდეთ ინგრედიენტებს. თქვათ, ბუნებრივ სასეძახიან ხოლმე, რომ ექსტრაქტებია გამოყენებული მცენარეული, რომ მაგალითად ეთერზეთებზე ხშირად ხო. წერია ხოლმე, რომ ბუნებრივია, აი აქ მაგრამ არის როგორც ამასაც აწერია, რომ ბუნებრივი ზეთები აქვს, ხო, ხო. აი ბუნებრივი რეალურად ზეთები ალბათ არის ბუდიშკეთყვანებ რაღაც შეიძლება ჟოჟობას ხო. ზეთის ზეთი რა. ნაყოფის ხო, ზეთები, აი კი, კი. ეთერზეთებს შორის მთავარი ეგ განსხვავება არის, რომ ერთ და იგივე მცენარისგან არის, უბრალოდ ერთი არის თესლისგან ან ნაყოფისგან და მეორე არის უკვე ღერო, ფოთოლი და ასე შემდეგ და განსხვავებულ კონსტიტუციას, ტექსტურას და საერთო თვისებებს ვიღებთ. Mhm. ორივე ბუნებრივია, მაგრამ ეთერზეთები ბევრად უფრო პრობლემატურია კანისთვის და ძალიან ხშირად არის ხოლმე, რომ აი მარკეტინგული ხრიკია ესეც რომ აწერენ, რომ ბუნებრივია და ძალიან ბევრი ეთერზეთია და რეალურად ეთერზეთს რო დააკვირდე, შეიცავს უამრავ ალკოჰოლის და პარფიუმის კომპონენტს, რომელიც ძალიან ალერგიულია. ამიტომაც ბუნებრივი აუცილებლად უსაფრთხოს და აუცილებლად სასარგებლოს ჩვენი კანისთვის არ გულისხმობს. ხო, შეიძლება პირდაპირ ალერგია მოგცეს. ანუ ისედაც რაღაც ბუნებაში რო გახვალდა რაღაცა მცენარეს მოკიდებ ხელს, ხო, პირობითად ვიძახენ რაღაცას ჩაის უნდა, პირობითად ალერგია დაგემართოს, რომ რა ვიცი და ლაბორატორიაში გამოყვანილი, რომელიც 1000 ჯერ გადატესტილი არის, იმან ნუ რაღაცა პროცენტი შეიძლება მაინც გქონდეს ალერგია, მაგრამ უფრო სანდოდ ხო გრძნობ ხო თავს? მე ვგრძნობ, ხო, ყოველ შემთხვევაში და იცი რა არის, ჯერ ერთი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა მიწაზეა მოყვანილი, რა ფორმებში, რა არის გამოყენებული, ხო, გაზრდისას მერე კულტივირებული როგორ არის, ტრანსპორტირება როგორ მოხდა. მეორე ძამნიშნული, რაზეც ბევრი არ საუბრობს, არის ის, რომ აი ესე ბუნებაში მოყვანილი ინგრედიენტების ასეთი სიხშირით მოკრეფა გადაჯიშებას იწვევს. ეხლა ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ინგრედიენტია, მაგალითად ძირტკბილო, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო არის ლაქების სამკურნალო და თან ანტიოქსიდანტია. მაგრამ ველური ძირტკბილო უკვე გადაშენების პირას არის, ისეთი სიხშირით კრეფდნენ, ხო? ამიტომაც ბუნებრივის ესე ამ რაოდენობით მოკრეფაც არ არის ჩვენი ბუნებისთვის ასეთი კარგი. და იქიდან გამომდინარე, რომ საბედნიერო 21 საუკუნეა და ლაბორატორია განვითარებულია და გვაქვს უკვე იმის შესაძლებლობა, რომ ბუნებაში არსებული ინგრედიენტები ლაბორატორიაში უფრო უსაფრთხოდ შევქმნა და თან ასევე შევინარჩუნოთ თანმიმდევრულობა, რომ მოკრეფის შემთხვევაში ძალიან რთულია განსაზღვრა, შეიძლება რაღაც ვთქვათ, ერთი პარტია უკეთესი თვისებების იყოს, ვიდრე მეორე, ხო? ანუ ერთი უფრო დაზიანებული იყოს, ან რაღაც ვთქვათ, ობი ქონდეს რომელიღაცას, ან ასბესტო, რომელიც რაღაც ან კარცინოგენული ნივთიერებაა, ხო? ბევრად უფრო უსაფრთხოა ლაბორატორიაში შექმნილი, უფრო მარტივად კონტროლირებადი და პლუს შეგიძლია რაღაცები შეცვალო, გაამარტივო ფორმულა, რომ კანმა უკეთესად შეიწოვოს, თქვა მოლეკულები დააპატარავო, კაფსულირება მოახდინო, აი ჰიალურონი მაგალითად ბუნებრივად გვხვდება კანში, მაგრამ პროდუქტებში სულ სინთეტიკური, ანუ რეალურად ბუნებრივი ინგრედიენტია, ხო, ყველას გვაქვს ჰიალურონი, მაგრამ სინთეტიკურად უკვე შესაძლებელია სხვადასხვა მოლეკულური ზომის ჰიალურონის შექმნა, რომ კანი სხვადასხვა დაატენიანოს. იგივე ვთქვათ, სქვალენზე ბუნებრივად გვაქვს კანში, მაგრამ სქვალენს გარდაქმნიან ერთი 100 ცვლილება ხდება ხოლმე და ბევრად უფრო სასარგებლოა ჩვენი კანისთვის. ხო, ანუ უამრავი ინგრედიენტია, რომელიც ბუნებაში გვხვდება და ბუნებრივია, თუმცა იმის სინთეტიკური ვერსია უფრო უსაფრთხო და ესეთი ეფექტურია ჩვენს კანზე. კი, და მე მყავდა ბიოლოგი სტუმრად და იმანთან ერთად ვისაუბრეთ, რომ რეალურად ბუნებრივი პროდუქტი ისედაც არაფერი აღარ არის, კიტრი რო კიტრი არის, ისიც ბუნებრივი სულ სხვანაირი იყო და მე ადამიანებმა ერთმანეთს დაამყნეს ესე ვთქვა და ანუ როცა ერევი ხო, ეგეც უკვე სინთეტიკური წარმონაქმნია, ესე ვთქვათ, რომ ადამიანებს გვინდათ, რომ სინთეტიკური წარმონაქმნი არის რაღაც არ ვიცი. ხო, რაღაც ქიმია დაადეს რაღაცა. და სინამდვილეში ყველაფერი ჩვენს გარშემო უკვე სინთეტიკური წარმონაქმნია და არაფერი მაგაში ცუდი არ არის. აბსოლუტურად. ხო. მინდა რომ გაგვიზიარო რჩევა ესეთი. ინგრედიენტების ხუთეული, ხუთი ინგრედიენტი, რომელიც თვლი რომ კანის მოვლისთვის არის აი შეუცვლელი და ასევე ხუთი, რომელიც ძალიან ცუდია. ძალიან ცუდიას თქმა უფრო რთულია ხოლმე, ვიდრე ძალიან კარგიას, იმიტომ რომ გააჩნია არის ყოველთვის კომპონენტი. იცი როგორ არის, იქიდან გამომდინარე, რომ ყველას კანი ინდივიდუალურია და ყველას განსხვავებული საჭიროებები გვაქვს, ძალიან რთულია რაღაც კონკრეტული ხუთი ინგრედიენტი ჩამოვთვალო, ვეცდები, მაგრამ მე უფრო მგონია, რომ ინგრედიენტის სახეობა უფრო მნიშვნელოვანია ვთქვათ და მე
უკვე შეგვიძლია ჩავშალოთ ინგრედიენტებად და ვის რა ურჩევნია ის გამოიყენოს, ხო? ზოგადად როცა პროდუქტებს ვარჩევ დასატესტად და უამრავი პროდუქტია ვიცით ბაზარზე და შეუძლებელია ყველაფერი წავისვათ, ყოველთვის ინგრედიენტების სიას ვკითხულობ და იმით ხვდები, ერთი მოერგება თუ არა ჩემს კანს და კანის საჭიროებებს, მეორე რეალურად არის თუ არა ეფექტური, ანუ რაც აწერია იმას აკეთებს თუ არა და ინგრედიენტებზე დაყრდნობით, სრულ სურათს ვერ დაინახავ, მაგრამ შეგიძლია დაახლოებით მიხვდე არის თუ არა და მესამე შეიცავს თუ არა თქვათ სხვა დადებით ინგრედიენტებს, რომელიც შეიძლება ეხლა ამ მომენტში არ მჭირდებოდეს, მაგრამ რატომაც არა, კარგია, ხო? პირველი, რასაც ვეძახი, აქტიური ინგრედიენტებს, ანუ აქტიური ინგრედიენტები არის ინგრედიენტები, რომლებიც რაღაცას მკურნალობენ ან აუმჯობესებენ, ხო? თქვათ ესეთია რეტინოიდები, C ვიტამინი, ნიაცინამიდი, არ ვიცი, ჰიდროკინონი, ალფა-არბუტინი, გლიკოლი, ასე შემდეგ. ანუ ინგრედიენტები, რომლებიც რეალურად რაღაც საქმეს ასრულებენ. თუ მაგალითად ჩვენი მიზანი არის ნაოჭების მკურნალობა, ხო, ნაოჭებისთვის საუკეთესო ინგრედიენტი არის A ვიტამინი, ანუ რეტინოიდი, ამიტომაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, თუ აწერია, რომ არის anti-aging ან ნაოჭების შემომცირებელი პროდუქტი, სასურველია, რომ შეიცავდეს რეტინოიდს. თუ რეტინოიდს არ შეიცავს, მაშინ C ვიტამინს მაინც უნდა შეიცავდეს, რომელიც კოლაგენის სტიმულაციას უწყობს, ხო, ანუ რეალურად რაც აწერია, იმის გამკეთებელი ინგრედიენტი აუცილებლად უნდა იყოს შიგნით. მეორე რაც ჩემი აზრით ძალიან კარგი არის ანტიოქსიდანტები, როგორც ვახსენეთ, თავისუფალი რადიკალები რეალურად ძალიან დამაზიანებელია ჩვენი კანისთვის, იწვევს ფოტოდაბერებას და ნადრევ დაბერებას და ანტიოქსიდანტები უამრავი საბედნიეროდ კანის მოვლის რუტინაში და მარტივია რომ ერთი მაინც იყოს შიგნით. C ვიტამინი ცნობილი ანტიოქსიდანტია, მაგრამ ნიაცინამიდი ასევე შესანიშნავი ანტიოქსიდანტია. ან მცენარეული ექსტრაქტები, მაგალითად მწვანე ჩაის ექსტრაქტები, გვირილის, ხო, ცენტრალ აზიატიკა, ის ძირტკბილა რაც ვახსენე, ესენი ყველა ძალიან კარგია. არ არის აუცილებელი ყველაფერი იყოს, თუმცა ერთიც რო იყოს, უკვე ძალიან კარგია. სანამ გავაგრძელებ, ვიცი რას ვიტყვი, რომ ზოგადად ძალიან ბევრი პროდუქტია, იმიტომ რომ ბრენდს ურჩევნია, რაც მეც გაყიდის უკეთესი, ხო? ერთი კარგი პროდუქტის გამოშვების პარალელურად შეიძლება გააკეთონ, კონკრეტულად ერთ მიზანს მორგებული პროდუქტი, ხო? ცალკე იყოს ჰიალურონის შატი, ცალკე იყოს ნიაცინამიდის, ცალკე იყოს ლაქების სამკურნალო და მე რასაც ვაკეთებ ხოლმე, რომ ბიუჯეტის დავზოგო და ჩემი კანიც რომ მილიონი პროდუქტი არ წავისვა სახეზე, რომ ვეძებ პროდუქტს, რომელშიც ეს ინგრედიენტები ისედაც თავმოყრილია, რომ ერთი პროდუქტი გამოვიყენო და ბიუჯეტურად გამოვიდე. ამიტომ ამბობ, თორე შეიძლება თქვათ ლაქების სამკურნალო საშუალებაში არ იყოს ანტიოქსიდანტი, A ვიტამინის ანტიოქსიდანტია, მაგრამ დამატებით არ იყოს რაღაცები და არაუშავს, მაგრამ მე რომ შევაფასო პროდუქტი როგორც აი მართლა საუკეთესოდ და საჭიროდ, ამ ყველაფერს უყურებ ხოლმე. მესამე, რასაც ვაკვირდები ყოველთვის არის დამატენებელი ინგრედიენტები. არ აქვს მნიშვნელობა შრატია, ტონერია თუ დამატენიანებელია, მნიშვნელოვანია რა ტიპის დამატენებელი ინგრედიენტებია შიგნით. გლიცერინი, ჰიალურონი თითქმის ყველა პროდუქტია, ანუ ძალიან გაგიჭირდება იპოვო ეხლა თაროზე რამე პროდუქტი, რომელშიც ეს ორი არ არის, მაგრამ თუ მაგალითად მშრალი კანია ხოლმე, ყოველთვის ვეძებ დამარბილებლებს და ანუ ეს ემოლიანტები. რაც არის, რომლებიც კანს არბილებენ, ასე ვთქვათ, შიის კარაქი, კაკაოს კარაქი, მცენარეული ზეთები, ეგ ცხიმიან კანს დიდად არ ჭირდება, თუ გამომშრალი და ბარიერ დაზიანებული არის, მაგრამ მშრალი ნორმალური კანისთვის ძალიან კარგია. და ვთქვათ, ასე მეოთხე არის ბუნებრივი ლიპიდები ჩვენ კანში, რაც გვაქვს, როგორც თქვი, მკვდარი უჯრედები შეწებებული ერთმანეთში ლიპიდებით, რომელშიც არის ქოლესტერინი და ვთქვათ, კერამიდები და თუ და ცხიმოვანი მჟავები და თუ რომელიმე ეს ინგრედიენტი პროდუქტში არის, კერამიდები განსაკუთრებით მიყვარს, დამატებითი პლუსია, იმიტომ რომ იმდენ რამეს ვიყენებთ სახეზე და ვთქვათ ეს გამონაბოლქვი იმდენად უხეშია, მზის სხივები და ასე შემდეგ, რომ ჩვენი ბარიერი ბუნებრივად ზიანდება. ამას ვამატებთ მე ამ ქერცლავებს, რეტინოიდებს ასე შემდეგ და თუ პროდუქტში ეს ინგრედიენტი დამატებით არის, მე ვიცი, რომ ის ჩემ ბარიერს დამატებით რაღაც გამოკვებავს, ხო? ხო, ეს 4 ტიპი და მეხუთე ვაკვირდები ხოლმე უკვე რას ანუ სუდ ინგრედიენტებს, რას არ უნდა შეიცავდეს ჩემთვის. მაგალითად, ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, ვისაც პარფიუმირებული პროდუქტები ძალიან უყვარს და პირიქით უპარფიუმოს არ იყენებს, იმიტომ რომ ეს სუნი აწუხებს. ჩემ შემთხვევაში მე მაქვს ძალიან მგრძნობიარე კანი, მით უმეტეს, როცა ციკლის პერიოდში აკნესკენ არის მიდრეკილი, განსაკუთრებით ვუფრთხილდები ასე დროს, იმიტომ რომ აკნეს დროს ანთებითი პროცესი უფრო მაღალია და მარტივად ღიზიანდება კანი. შესაბამისად, მე ვყიდულობ perfume free, ხო, ან fragrance free აწერია ხოლმე და ეთერზეთებს საერთოდ ვერ იდები. ეთერზეთები ჩემთვის არის წითელი დროშა შემადგენლობაში, იქიდან გამომდინარე, რომ უამრავი, როგორც თქვი, პარფიუმია შიგნით
და ძალიან მაღალი ალერგიულობის მაჩვენებელი აქვს. აი კონტაქტური დერმატიტი ძალიან ხშირია ეთერზეთების გამოყენების შემდეგ. ხო, ან თქვათ ფიტოფოტოდერმატიტიც ყოფილა ხოლმე ციტრუსების შემთხვევაში. ასეთ დროს, ვისაც გრძნობიარე კანი აქვს, ან ვისაც პრობლემატურია, აი როზაცია ვისაც აწუხებს, ან გამონაყარი, ან სხვა ტიპის თქვა ატოპიური დერმატიტი, ყოველთვის ვურჩევ ხოლმე, რომ ეთერზეთებს მოერიდონ. ხო, ანუ და პარფიუმს რაც შეეხება, პარფიუმიც ცოტა არარეგულირებულია. იქიდან გამომდინარე, რომ კი, რაღაც განსაზღვრული პარფიუმი არის, რომელიც დაშვებულია პროდუქტებში, რომელიც არ არის დაშვებული, ან იმას არ ვამბობ, რომ დაუშვებელ რაღაცებს იყენებენ, უბრალოდ არ არის სავალდებულო პარფიუმის ტიპის ჩაწერა ინგრედიენტებში. ან ქოლგა ტერმინია და შეგიძლია მხოლოდ ქოლგა ტერმინად ჩაწერო. როგორც პარფიუმი. ხო, და შეიძლება ვთქვათ, ეს არის ერთ პროდუქტში იყოს საერთოდ სხვა პარფიუმი, სხვა ბრენდის, თქვა ავენის ან ლაროშის პროდუქტში იყოს საერთოდ სხვა პარფიუმი და შეიძლება ერთზე მქონდეს რეაქცია, მეორეზე არა. მაგრამ მაგას ვერ გავიგებ მე, იმიტომ რომ რეალურად დაკონკრეტებული არ არის, რომელი ტიპის პარფიუმია გამოყენებული. და შენ პარფიუმის გარეშეც იხმარო პროდუქტებს, პარფიუმის გარეშე იყოს? მე მხოლოდ პარფიუმის გარეშე, აი ძალიან იშვიათად, აი კოსმეტიკურ პროდუქტებში უფრო, თქვა და აი ბიბი კრემში ან ტონალურში შეიძლება უფრო მეტად რომ პარფიუმიანი გამოვიყენო, იმიტომ რომ კანის ზედაპირზე არის და ნუ ნაკლებად მიღიზიანებს ხოლმე კანს, მაგრამ აი ეგეც იმიტომ რომ თუ 10 პროდუქტი უპარფიუმო მაქვს, ერთს სადღაც გამოვიყენებ ხოლმე, მაგრამ რა თქმა უნდა ტესტავჭერ. ვისაც ძალიან გრძნობიარე კანი აქვს ჩემსავით ან პრობლემატური, ყოველთვის ვურჩევ ხოლმე რომ აი პატარა ადგილზე, თქვა დაახლოებით აქ ნუ თუ სახეზე არ უნდათ რომ ნახონ რეაქცია წაისვან 24 საათი დააკვირდნენ თუ გაწითლდა თუ ქავილი გამოიწვია ან თუ აი პატარა წვრილი გამონაყარი რომელიც ბევრს აკნე გონია ხოლმე და შეიძლება იყოს რეალურად ბარიერის დამცველობითი პასუხი ან ალერგია, ხო, ეს თუ განვითარდება არ გამოიყენონ. და ასევე ნელ-ნელა ჩართონ რუტინაში, რომ ნელ-ნელა შეაგუონ კანი, ხო. ესენია რეალურად რასაც მე არ ვიყენებ, ანუ პარფიუმი, ეთერზეთები და არის კიდე რამდენიმე კონსერვანტი, რომელიც ბრენდებმა დაიწყეს და რომლებითაც ჩაანაცვლეს პარაბენები, რომლის დემონიზებაც მოხდა. ძალიან ბევრი ესეთი ინგრედიენტის დემონიზება მოხდა, მათ შორის იყო პარაბენები, რომელთა შორისაც ერთ-ერთი მაგალითად ყველაზე უსაფრთხო პარაბენია, მაგრამ პარაბენი რა არის, რო აგვიხსნა? კონსერვანტია, კონსერვატის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო, აი ესეც ქოლგა ტერმინია რეალურად და ამ ქოლგა ტერმინის ქვეშ არის უამრავი კონსერვანტი. ეხლა რა თქმა უნდა გვაქვს შედარებით ესეთი ახალი ტიპის კონსერვანტები, რომელსაც ვიყენებთ, უბრალოდ ეს ყველაზე გამოკვლეული იყო და აი როცა რაღაცა 20-30 წელია პროდუქტშია და იცი რომ კარგად მუშაობს და უსაფრთხოა და არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს და მერე ამის დემონიზება მოხდება და გიწევს ბრენდს ჩანაცვლება, ხანდახან არის ხოლმე რომ ეს ალერგიული რეაქციები უფრო მეტად გამოხატულია ახალში, მაგალითად არსებობს MI და MCI ქვია ახალი ტიპის კონსერვანტებია, რომელიც მაღალი ალერგიულობით გამოირჩევა და ამიტომაც ვისაც ძალიან პრობლემატური კანი აქვს, იმასაც ყოველთვის ვეუბნები ხოლმე, რომ აი ამ ინგრედიენტებსაც დააკვირდი რა, თუ შეიცავს, ჯობია რომ მოერიდო. გასაგებია. და კიდევ რა არის, რასაც 5-ში შევიყვანდი ცუდში? აი ხო და ნახე ეს ძალიან ქოლგა ტერმინები გითხარით, თორე ესე შემიძლია თქვა ეთერზეთები ყველაზე მეტად არ მიყვარს ციტრუსის ეთერზეთები, არის ხოლმე ლიმონის, ფორთოხლის კანის, გრეიპფრუტის კანის, ხო ეს ციტრუსოვანი ყველაზე უფრო პრობლემატურია ხოლმე, ასევე ხშირად არის ბერგამოტი, ლავანდა. ანუ ესენი რეალურად სურნელოვანი ეთერზეთებია და კი აქვთ ანტიოქსიდანტური მოქმედება, რაღაცა შეიძლება ვთქვათ ლაქებზეც ან აკნეზეც მაგალითად tea tree oil ხო გამოიყენება ძალიან ხშირად, მაგრამ მაღალი რისკია ძალიან კანის გაღიზიანებისაც. ამიტომაც ვისაც უპრობლემო კანი აქვს, ალბათ იქნება ადამიანი, ვინც იტყვის რომ მე ვიყენებ ეთერზეთებიან პროდუქტებს და პრობლემა არ არის. რა თქმა უნდა, იქნებიან ადამიანები, ვისაც უხდება პირიქით და კარგად იყენებს, მაგრამ მე ვამბობ უკვე რისკ ფაქტორზე, ხო, უფრო მაღალია რისკი ასეთ დროს ალერგიული რეაქციების. ამიტომ ვისაც პრობლემატური კანი აქვს, ვისაც ალერგიული მგრძნობიარე სენსიტიური კანი აქვს, ჯობია ხოლმე რომ ამ ინგრედიენტებს მოერიდონ. და ისე რეალურად წეღანაც ვახსენე და მნიშვნელოვანია ამას კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი, რომ პროდუქტებში არ ხვდება ისეთი ინგრედიენტები, რომელიც ადამიანის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია. არსებობენ ტოქსიკოლოგები და მარეგულირებელი რეგულატორები,
და ასევე ქიმიკოსი ფორმულატორები, რომლებიც ძალიან ესე ფრთხილად, დაკვირვებით მუშაობენ პროდუქტის ფორმულებზე და ასევე იყენებენ მხოლოდ რეგულაციებით განსაზღვრულ Mhm. ინგრედიენტებს. იქ დოზებზე შეიძლება იყოს საუბარი, ვთქვათ, შეიძლება უსაფრთხოების ნორმის ქვეშ იყოს ის დოზაც, ანუ არ იყოს საფრთხის შემცველი, თუმცა ვიღაცის შემთხვევაში გამოიწვიოს რეაქცია, ვიღაცის შემთხვევაში არა. აი მაგალითად პროდუქტში შეიძლება პარფიუმი იყოს 0.1 კონცენტრაციით, შეიძლება იყოს 0.9 ან 1%-ით და ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ხო? მაგრამ ესე ჩვენს პროდუქტებში საშიში ინგრედიენტები არ ხვდება საბედნიეროდ, რეგულირებულია ეს ბაზარი. ოღონდ ვსაუბრობ რა თქმა უნდა ბრენდულ პროდუქტებზე, აი სახლში დამზადებულ პროდუქტებზე, მაგას ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ არ ვიცით რეალურად შიგნით რა არის, რა მასალაა მოხვედრილი, არ არის შემოწმებული, გავლილი არ აქვს თქვა ლაბორატორიული ტესტები, ამიტომ მაგაზე ვერ ვიტყვით, მაგრამ აი ის რაც ლაბორატორიულად შემოწმებულია, ძალიან ბევრ ტესტირებას გადის იქამდე, სანამ ჩვენამდე საბოლოო მოვა. ფორმაში მოვა, ხო? ხო, ხო, იმიტომ რომ ალბათ არც ერთ დიდ კომპანიას არ აქვს იმისი თავი, რომ Mhm. რომელიმე ადამიანის რამე პატარა ზიანის მიიღოს, ესე ვთქვათ, მისი პროდუქტიდან. ძალიან ძვირი დაუჯდებათ, იმიტომ რომ ვიცით ხო შემთხვევები, რომ უჩივლეს ბრენდებს და ათობით Johnson and მილიონი Johnson-ს და თუ გახსოვთ არა რა ასობით მოვიდა? მილიონი არ ხო. წაართვეს ხო, ამიტომ თავიანთ ბიუჯეტსაც ძალიან ურთქლდებიან ჩვენ ჯანმრთელობასთან ერთად და თვითონაც ხო იყენებენ ამ პროდუქტებს რეალურად წარმოებლები, ხო. ამიტომ ხო ნიშნულოვანია აი ეგ ვიცოდეთ და ის ფიქრი არ გქონდეს, რომ აი ეს დიდი ბრენდები გვებრძვიან ან თითქოს ჩვენი დაავადება სურთ, ან რაღაც პრობლემების გამოწვევა, ანუ რეალურად ეს ასე არ არის. უბრალოდ პროდუქტებშიც არსებობს ძალიან კარგი პროდუქტები და ნაკლებად კარგი პროდუქტები ეფექტური ინგრედიენტების მქონე და უბრალოდ მარკეტინგულ ხრიგზე მორგებული, იმიტომ რომ ნუ მათი მიზანი არის, რა თქმა უნდა, გაყიდვა. გაყიდვების გაზრდა, მაგრამ ჩვენ ჯანმრთელობას ასე ხო. აუგადაცვლად არ არა, ეწევიან. ძალიან ბევრი ფაქტი არის, ძალიან ბევრი არა, მაგრამ ერთ-ერთი რაც ვახსენე, Johnson and Johnson-ის ფაქტი, ან ძალიან ცნობილია. შეგიძლიათ მოიძიოთ, რო არ მოუყვე ხა ხო, ყველაფერი. ძალიან ძვირად დაუჯდა, ნუ რაღაც ნაწილი კი ჩაფარცხეს მაინც, ხო. მაგრამ ძალიან ძვირად დაუჯდათ ადამიანებში, ადამიანების ჯანმრთელობაზე, მოკლედ ინგრედიენტი რაც შეიტანეს, არ უნდა ყოფილიყო საერთოდ იქ რა. ხო, მაგრამ საბედნიეროდ აი მაგას ვამბობ, რომ ამერიკაში ძალიან ესეთი კაცრად რეგულირებულია და ახლოს აკვირდებიან, ყურადღებას აქცევენ, თუ რამე მოხდება, ეგრევე ხდება პროდუქტების უკან გაწვევა და დატესტვა კონტამინაციაზე, მაგალითად ადამიანები ვართ, ანუ ყველა შეიძლება, თქვენ ლაბორატორიაში რაღაც შეიძლება გაიპაროს რა. უბრალოდ მნიშვნელოვანი ამას მე როგორ აღმოვხვრი. Mhm. თუ აღმოაჩინე იყო შემთხვევა მაგალითად ერთ-ერთი ბრენდის პროდუქტი გამოვიწერე, საქართველოში არ იყიდება და ერთი თვის თავზე მომივიდა მეილი, რომ თუ გაქვთ ესა და ეს ბეჭ კოდის პროდუქტი, გთხოვთ აღარ გამოიყენოთ, იმიტომ რომ პოტენციური კონტამინაცია აღმოვაჩინეთ მაგ პარტიაში, გამოვიწვიეთ და თანხა დამიბრუნეს. იმ პროდუქტს ერთი თვე ვიყენებთ რეალურად და არაფერი მომსვლია, მაგრამ ძალიან მომეწონა ის, რომ პასუხისმგებლობა აიღო ბრენდმა, გამაგებინა და მაგის კომპენსაციას უკან დამიბრუნეს და იმის მე რა თქმა უნდა აღარ გამომიყენები, არ გამირისკავს. იმიტომ რომ ჩემი ჯანმრთელობა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ის რაღაცა პროდუქტი. მაგრამ ყოველ შემთხვევაში პასუხისმგებლობასაც იღებენ ბრენდები და ყოველთვის ამოწმებენ თავიანთ ფორმულებსაც და საბედნიეროდ მეცნიერება ვითარდება და შესაბამისად შეიძლება რაღაც ინფორმაცია 10 წლის წინ არ გქონდა და თქვათ ეხლა უკვე ვიცით რომ ცოტა საფრთხის შემცველი, ამიტომაც ან დოზას წევენ, ან ახალ ფორმულას ქმნიან, რაღაცას ყოველთვის აკეთებენ რომ გაუმჯობესონ ფორმულების და ჩვენ შემთხვევაში ჯანმრთელობაც. და ბოლოს იცი როგორ გითხო მექნება, ჩვენ ეტიკეტის კითხვა ძალიან ბევრჯერ ვახსენეთ. პრაქტიკული რჩევები რა შეგიძლია მოგვცე, იმიტომ რომ შენ ახლა ძალიან ბევრი ცოდნა გაქვს, ძალიან დიდი და ძალიან მაგარი და ყოჩახ შენ ბევრი აპლოდისმენტები და დიდი ამისთვის, იმიტომ რომ ხო, ანუ აი ზღვა მასალა ალბათ თან ეს სახელები და ზედმიწევნით რო იცი ყველაფერი საოცარია. მაგრამ აი ჩვენ ჩვეულებრივ მოკვდავებს რა რჩევები შეგიძლია მოგვცე, როდესაც აი ვიღებთ პროდუქტს შევდივართ და აი უნდა მივაქციოთ რა ყურადღება, ისეთი პირველი რამოდენიმე რა. მადლობა კომპლიმენტისთვის პირველ რიგში. რაც შეეხება თვითონ ეტიკეტზე ინფორმაციის წაკითხვას. საბედნიეროდ მსოფლიოში სხვა ბრენდები შეთანხმდნენ იმაზე, რომ ყველას თავის ენაზე რო დაეწერა რაღაცები გაურკვეველი იქნებოდა, ამიტომ შექმნეს ნომენკლატურა, რომელსაც ქვია INSI, ხო, საერთაშორისო ნომენკლატურა არის ინგრედიენტების, რომელიც რაღაც ინგლისურ ან ლათინურ სახელებს იყენებს ინგრედიენტების დასაწერად, რომ ყველასთვის გასაგები იყოს. რაღაც მაგალითად მწვანე ჩაის თავისი ლათინური სახელწოდება აქვს, რაც თუ არ დაიმახსოვრე, ძალიან რთულია, რომ
მივხვდა რომ მწვანე ჩაი ხანდახან ფრჩხილებში აწერენ ხოლმე თქვა და green tea აწერია ან chamomile აწერია როცა ლათინური სახელწოდებაა დაწერილი. ეხლა მაგის ცოდნა არავის ევალდებულება და უბრალოდ ვამბობ ხოლმე რომ თუ რაღაც კონკრეტულ ინგრედიენტს ეძებ შეგიძლია თქვა მაგ ერთის სახელი დაიმახსოვრა რო ან ამოიწერო და წაკითხვის დროს იპოვა. მაგრამ ესე მეც არ ვიცი ხა ყველაფრის სახელი, უბრალოდ ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, ამდენი წელია ამას ვაკეთებ და რაღაც ბევრი რამე შემომესწავლა. მაგრამ ზოგადი წესი არის ესეთი. ინგრედიენტები ყოველთვის არის დალაგებული კლებადობით, ანუ პირველი რა წერია არის ყველაზე მაღალი კონცენტრაციის და ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე წყალი. იმიტომ რომ წყლის ბაზაზეა ხოლმე უმრავლესი პროდუქტი დამზადებული, თუმცა აი მაგალითად კორეულ პროდუქტებში ხანდახან არის ხოლმე რომ ექსტრაქტი წერია პირველი, ან ბრინჯის წყალი მაგალითად, ან ცენტრალ აზიატიკა რაც ძალიან კარგია, იმიტომ რომ რაც ნიშნავს, რომ თქვა ცენტრალ აზიატიკის გამო თუ გინდა პროდუქტის ყიდვა, პირველი თუ წერია, ნიშნავს, რომ ძალიან მაღალი კონცენტრაციით არის, ხო? მე არის კლებადობით, ანუ პირველი 5-7 ინგრედიენტი არის მნიშვნელოვანი. თუ კი მაგალითად ჩემი მიზანია ლაქების გაუფერულება და ლაქების სამკურნალო ინგრედიენტი არის სიის ბოლოში, ხო, ვიცი რომ ესე იგი დიდი კონცენტრაციით არ არის გამოყენებული და მოვძებნი ისეც, რომელიც უფრო დასაწყისშია. ეს ერთი. მეორე, რაც ცოტა დამაბნეველი არის ის, რომ თუ ინგრედიენტი არის 1%-მდე, ამ შემთხვევაში არ აქვს ვალდებულება, რომ დაალაგონ კლებადობის მიხედვით. აი მაგალითად, ხანდახან არის ხოლმე რომ ზოგი ბრენდი პარფიუმს წერს შუაში, რო წაიკითხავ ხოლმე პარფიუმა წერია და ზოგი წერს ბოლოში. მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ზემოდაწელი პარფიუმი უფრო მეტია ვიდრე ბოლოში, იმიტომ რომ შეიძლება ორივე 1%-მდე იყოს, უბრალოდ ერთი უფრო მეტად გულწრფელად გეუნება, რომ თქვა ეს არის 0.789 კონცენტრაციით, ვიღაცა გატყვეს და ბოლოში წერს, რომ გეგონოს რომ მინიმალურია. ხო, ესეთ დროს რთულია. ერთადერთი რასაც მე ვუყურებ ხოლმე არის ის, რომ რაღაც ინგრედიენტები არის, რომელიც 1%-მდეა ხოლმე უეჭველი, თქვა citric acid, benzoic acid, ფენოქსიეთანო, რომლებიც თუ შეგხვდა, გეცოდინება რომ მაგის ქვეშ დაწერილი ყველაფერი არის 1%-მდე. ამიტომაც თუ თქვათ ნიაცინამიდის პროდუქტი გინდა და წერია ძალიან ბოლოში, გეცოდინება რომ 1%-ზე ნაკლებია. ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე ზოგადად ინგრედიენტების კონცენტრაციას სამწუხაროდ ბრენდები არ აწერენ ხოლმე ხშირად, იმიტომ რომ არ უნდათ სხვა ბრენდებმა აწარმოონ მერე იგივე პროდუქტი, არ დააკოპირონ. შეიძლება საიტზე ქონდათ ხოლმე დატანილი, გამოტანილი ცალკე პროცენტი, მაგრამ თვითონ ფორმულაში ჩაშილად იშვიათად წერენ ხოლმე, ძალიან ცოტა ბრენდი არის, ვინც მაგას ამბობს. მაგრამ აი შეგვიძლია სიაში მე რამდენი წერია, მაგას დავაკვირდეთ. აქაც რთულია რაღაც კუთხით, იმიტომ რომ მაგალითად რესვერატროლი არის ერთ-ერთი საუკეთესო ანტიოქსიდანტი, მაგრამ 1%-მდე კონცენტრაციაში არის ძალიან ეფექტური. ამიტომაც შეიძლება ქვემოთ შეგხვდეს, მაგრამ ავტომატურად სულც არ ნიშნავს. ამიტომ არის რაღაც ინგრედიენტები, თქვა და რეტინოიდები თუ რეტინოლია, დამწყებთათვის 1%-მდე არის ხოლმე ფორმულირებული და 1%-მდე ცოტა ქვემოთ ეწერება. ამიტომაც აი პირველ 5-7 ინგრედიენტში დავაკვირდეთ ხოლმე აქტიური ინგრედიენტი რამდენი წერია, იმიტომ რომ არის ხოლმე შემავსებელი ინგრედიენტები, თქვათ რომელიც ტექსტურას აუმჯობესებს, ამ პირიქით უფრო მსუყეს ხდის, რომ შალკანს მოუხდეს. ანუ არის აქტიური ინგრედიენტები და არააქტიური შემავსებელი ინგრედიენტები. თუ პირველი 7 ინგრედიენტი 7-ვე შემავსებელია, ან 6 შემავსებელია, ხო? ეგეთ დროს ისე ვარ ხოლმე რომ რაღაცას ფულს ზოგავენი, ან მთავარი ინგრედიენტი ბოლოში რატო დამიწერეს. მაგრამ ინგრედიენტსაც გააჩნია, თქვა და ნიაცინამიდი 2-დან 5%-მდე არის საუკეთესო. აი ყველა დადებითი თვისება შეგიძლია მიიღო ამ 2-დან 5%-მდე. ამიტომაც თუ დასაწყისში წერია, ვიცი რომ კარგი რაოდენობით არის და რა თქმა უნდა, უფრო დადებითი განწყობა მიჩნდება ხოლმე ესეთი პროდუქტების მიმართ. სხვა ისეთი რა არის? რეალურად მნიშვნელოვანი ასევე ყურადღება მივაქციოთ ვადის გასვლის თარიღს და ორი ტიპის ვადა აქვს ყველა პროდუქტს და ეს ბევრმა არ იცის. ერთი აწერია ხოლმე expiration date, ანუ EXP აწერია ხოლმე და მერე აწერია რეალურად ვადა. ეს არის shelf life, ეგრეთ წოდებული, ანუ თაროზე რამდენი ხანი იდება ისე რომ არ გაფუჭდეს. და აქვს მეორე ტიპის ვადა, გახსნიდან რამდენი ხანი არის ვარგისი. ეს აწერია ხოლმე ესეთი პატარა ესე მრგვალი რაღაცა დახატული, თითქოს დამატენიანებლის კოლოქია. ხო, აი, მაგალითად 12. ხო, შიგნით არის ხოლმე ჩაწერილი 3M, ანუ 3 თვე, 6M, 9 და 12. აი 16-18 ძალიან იშვიათია. ხო, ეს ნიშნავს გახსნიდან. ეს არის რომ თუ გავხსნი პროდუქტს, ხო გახსნიდან 12 თვე შემიძლია ისე გამოვიყენო, რომ პროდუქტი არ გაფუჭდება. ხო, მაგრამ შეიძლება იწეროს 2027 წლამდე აქვს ვადა, ამიტომ შემიძლია 2026 წელს გავხსნა და 12 თვე ვიხმარო, ხო. ამიტომ ორივეს უნდა მივაქციოთ ყურადღება. და კიდევ რითიც ხვდები ხოლმე პროდუქტი ღირს თუ არა დასატესტად არის, თუ თქვათ გამოტანილი აქვს, რომ არის
ნაოჭების სამკურნალო. და ინგრედიენტებში ვხედავ, რომ ძალიან ისეთი არაეფექტური ინგრედიენტები აქვს გამოყენებული, ხო? ანუ რეალურად ვხვდები, რომ უფრო მეტად მარკეტინგული ხრიკი არის. ამიტომაც გაყიდვისთვის, ხო, რაც აწერია, ყოველთვის უნდა დასტურდებოდეს ინგრედიენტების სიით. მესმის, რომ ინგრედიენტების სია არ არის აი ესეთი ძალიან აშკარა. აი დაახლოებით რას ვატარებ ხოლმე, იცი? ერთ იმავე ადამიანს რა უთხრა, თქვათ ერთ და იგივე კერძის მომზადება. შეიძლება ერთ და იგივე ინგრედიენტი გამოიყენონ, ანუ სია ერთი და იგივე იყოს, მაგრამ ვინ თქვათ მარილს მეც ჩაყრის თუ რაღაცა ხორცს მეც უწავს, გემო ხო ეცვლება. ეგრე არის კანის მოვლის პროდუქტებში, ანუ შეიძლება ერთ და იგივე პროდუქტს ქონდეს ერთი და იგივე ინგრედიენტების სია, ან მინიმუმ 90% იყოს მსგავსი, მაგრამ რა კონცენტრაციები, რა დოზებით არის, რა ფორმით არის როგორი ტრანსპორტიორი ინგრედიენტებია გამოყენებული, ამ ყოველფრის წაკითხვა, ესე მარტო ინგრედიენტების სიაზე დაყრდნობით შეუძლებელია. ამიტომაც თქვათ ვიტყვი ხოლმე რომ 60-70% ინფორმაცია შეიძლება გეუნებოდეს ეტიკეტი, დანარჩენი უკვე უნდა დატესტო პირადად კანზე და ამიტომ არის რომ ყველა პროდუქტს, რასაც რეკომენდაციას უწევ, ჩემს თავზე ვტესტავ რამდენიმე კვირის განმავლობაში, იმიტომ რომ შედეგიც უნდა დაინახო. ყოფილი პროდუქტები, რომელსაც იმ შემადგენლობა არ ქონდა ცუდი, მაგრამ რო წავისვი, შედეგი ვერ დავინახე. ხო, ამიტომაც მარტო ინგრედიენტების სიაც არ არის საკმარისი. ხო, ისეთი როგორც ყველა ფერზე მოსმენა და დაკვირვება, ხო, სხეულზე როცა ვლაპარაკობთ, იგივე კანზეც, ხო? სხეულზე თქვათ ვარჯიშზე როცა ვლაპარაკობთ, ხოლმე კვებაზე როცა ვლაპარაკობთ ამ პოდკასტში, ყოველთვის ბოლოს დასკვნამდე მივდივართ, რომ შენ უნდა მოვისმინე და შენ რა გიხდება, მაქედან უნდა გამოხვიდე. ამ შემთხვევაშიც როგორც მე ვხვდები, ნუ არის რაღაც მაგალითად მზისგან დამცავი რაც აპრიორია და დანარჩენი ალბათ როგორც უკვე შენი კანი მოყვება, ხო? აი მაგალითად იმ პროდუქტზე არ გვისაუბრია მზის შემდეგ წასასმელი ხო, აი მოდი არის, ხო? ყველა პროდუქტი თუ შეძლებ რა არის განვიხილოთ. ახლა აქ თუ აწერია, აი აწერია. ხო. თქვათ აი მაგალითად პირველი არის წყალი, მეორე არის გლიცერინი, რომელიც დამატენებელი ინგრედიენტებია, ასევე წერია რომ არის coconut oil შიგნით. ხოდაშორის ქოქოსის ზეთი საკმაოდ მაღალი კომედოგენურობით გამოირჩევა, ამიტომ სახეზე არ ვურჩევ ხოლმე, მაგრამ ტანზე პრობლემა არ არის, იმიტომ რომ ეგეთი აქტიური ცხიმოვანჯირკვლები არ გვაქვს და ასევე კერატინიზაცია, ანუ ეს მკვდარი უჯრედების წარმოქმნა და მოშორება პრობლემური არ არის ხოლმე, სახეზე არის ხოლმე, რომ წებონდება და გვეკრობა და მერე გვეხშობა ფორები. ამიტომაც თქვათ ეხლა coconut oil რა წერია ამას მე-4 ადგილზე ამ პროდუქტს სახეზე არ ვურჩევდი არავის, მაგრამ ტანზე აი ამ ინგრედიენტებზე დაყრდნობით შემიძლია ვთქვა, რომ კანის მქონე ადამიანმა, ვისაც ზურგზე გამონაყარი აქვს, იმასაც არ ვურჩევდი. სხვა შემთხვევაში, აი ვისაც მე მაგალითად ძალიან მშრალი ფეხები მაქვს, უპრობლემო წავისვამდი, იმიტომ რომ არაფერი არ მართევს რაღაცა გამონაყარს ტანზე, იმიტომ ქოქოსის ზეთის გარდა არაფერი არ მიტენიანებს და ან თუ შემადგენლობაში არ აქვს. საინტერესოა, ხო, იმიტომ რომ სასავსეა ცხიმოვანი მჟავებით და ამიტომ კარგად არბილებს და კანში ზოგადად ესეთი ცხიმოვანი ზეთები კეტავენ ხოლმე ტენიანობას, ანუ ტრანსეპიდერმული წყლის დაკარგვა ხშირად ხდება ხოლმე, რომ ჩვენი სხეულიდან კანი საორთქლება და რაც უფრო დარღვეულია ბარიერი, ან რაც უფრო მეტ პროდუქტს ვიყენებთ გამომშრობს, მით უფრო სწრაფად გადის ხოლმე ტენიანობა ჩვენი კანიდან და ესეთ დამარბი აი mineral oils, რასაც ვიყენებთ ხო, ის რა ქვია, ვაზელინს რო ვეძახით ხო, აი ესეც ეხმარება რაღაც გარს ქმნის კანზე, რომ ეს ტენიანობა თქვა ამ პროდუქტს ხო დამატენებელი ინგრედიენტებიც აქვს, ეს ყველაფერი დარჩეს კანზე და არ მოგშორდეს და არ აიორთქოს. აი რადგან ახლა მაგალითად ამას აწერია რო არის დამატენებელი და დამამშვიდებელი მზის შემდეგ გამოსაყენებელი, არ წამიკითხავს ახლა ბოლომდე, მაგრამ წესით პანთენოლი ან ალოე ან ალანტოინი დამამშვიდებელი ინგრედიენტები აუცილებლად უნდა გქონდეს. ახლა წავიკითხავ და თქვათ ნახოთ, ხო? აი ალოე ბარბადენის leaf juice, ხო? აქვს რეალურად ალოე, აქვს ნიაცინამიდი, რომელიც ბარიერის აღმდგენი ინგრედიენტია. აქვს ფერმენტები, რომელიც ასევე ძალიან კარგია, არის ლიპიდები. ხო, აი რეალურად შეიცავს იმ ინგრედიენტებს, რასაც შეუძლია იმის გაკეთება, რაც ზემოდან აწერია, ხო? ამიტომაც აი აქ face and body აწერია, ამ შემთხვევაში ურჩევ, რომ სახეზე არ გამოიყენონ, ვისაც აკრენსკენ მიდრეკილი კანი აქვს, ვისაც მშრალი კანი აქვს, მე ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, რომ სახეზე ცარიელ ქოქოსის ეცაცის ხოლმე იმდენად მოწონთ, აი ეგ მსუყე შეგრძნება, ხო? კი ბატონო. შემდეგი უნდა განვიხილოთ. როგორი ტესტი უნდა გაიაროს ამ პროდუქტმა. ეხა ეს არის მზისგან დამცავი, რომელსაც აწერია UVB, ასევე UVA აქვს შემოხაზული, რაც ნიშნავს, რომ UVA-სგანაც ვისავს, ასევე აწერია visible და infrarouge, ანუ infrared სხივებისგანაც იცავს და აწერია, რომ ასევე გვიცავს
ყავისფერი ლაქებისგან და ნაოჭებისგან. ზოგადად ყველა მზის განდამცავი გვიცავს ნაოჭებისგან. როგორც თქვი, კანის კიბო არის მთავარი პრობლემა, მაგრამ მეორადი პრობლემა არის უკვე პიგმენტური ლაქები და ნაადრევი ნაოჭები, ხო? ბევრჯერ გამიგია უთქვამთ, რომ აი ჩვენ წინაპრები არ იყენებდნენ მზის განდამცავს, ძალიან კარგად გქონდათ კანი. კი, შეიძლება ვთქვათ, მიხარია რომ სიმსივნე არ დაემართათ, მაგრამ რეალურად წინა თაობაში ძალიან ხშირი იყო დანაოჭებული სახის კანი, ძალიან ესეთი აშკარა პიგმენტური ლაქები ხელებზე, სახეზე, ხო? პრობლემა არ არის, ვისაც არ აწუხებს, ეს ხო კოსმეტიკური პრობლემაა, საერთოდ პრობლემა არ მაქვს, ინდივიდუალური გადაწყვეტილება, მაგრამ თუ კი გინდა რომ ვიზუალურადაც კარგად გამოიყურებოდეს კანი, ანუ რეალურად ეგეთი დაბერება, ბუნებრივი დაბერება არ არის. ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ ესე ბერდება ადამიანი. რეალურად ესე არ ბერდება, აი თქვა თუ დავაკვირდებით იმ კანს, რომელიც ტანსაცმელში ჰქონდათ მოხუცებს დაფარული, ხო, ტანზე ვთქვათ, ბევრად უფრო თეთრი და ესეთი ერთგვაროვანი ნაზია კანი, ვიდრე ხელებზე, რომელიც მუდმივად მზეზე იყო მიფიცხებული. ამიტომაც 70-80% ჩვენ დაბერების მზის სხივების გამო ხდება. 20% ბუნებრივად კოლაგენი გვაკლდება, იქ ელასტინი იშლება, ეს რო ვახსენეთ, თავისუფალი რადიკალები, ოქსიდაცია, ყველაფერი ნელ-ნელა ჩვენს კანს წევს ქვემოთ, მათ შორის ასე ვთქვათ, გრავიტაცია, ხო? მაგრამ თუ 70%-ის პრევენცია შეგვიძლია, რატომაც არა, ხო? ამიტომაც აქ რო აწერია ხოლმე მზის განდამცავს, ხშირად ნახავთ, რომ ზემოდან აწერია, რომ ნაოჭების პრევენციისთვის, ყველა მზის განდამცავი ნაოჭების პრევენციისთვის არის, უბრალოდ შეიძლება დამატებული გქონდეს რაღაცა სხვა ანტიოქსიდანტი ან რეტინოლის რაღაცა ფორმა, რომ დამატებით კიდე რაღაცა გააკეთოს. აბა აქ ვნახოთ 2 წუთით. ამას ძალიან დიდი სია აქვს და აქ ახლა ხედავ რომ E ვიტამინი აქვს, რომელიც ანტიოქსიდანტია, ექსტრაქტები აქვს, ძალიან ბევრი. არჯინინი აქვს, რომელიც კანისთვის მნიშვნელოვანია. ახლა უცბად ვცდილობ წავიკითხოთ, თუ აქვს რამე ესეთი ლაქების სამკურნალო ინგრედიენტი დამატებით გამოყენებული. ნიაცინამიდი აქვს, რომელიც არის ნამდვილად ლაქების, მოკლედ ნიაცინამიდი ძალიან უნივერსალური ინგრედიენტი, ყველაფერს აკეთებს. და სხვადასხვა ნიაცინამიდზე სულ ვამბობ ხოლმე, რომ არ არის აუცილებელი ცალკე პროდუქტად გქონდეს, ანუ ცალკე ნიაცინამიდის შოტი, თან არის ხოლმე 10%, 15, 20, 2-დან 5%-მდე არის სრულიად საკმარისი და თუ წავიკითხავთ ინგრედიენტების სიას, აქ ხო იყო ნიაცინამიდი, იქაც ხო იყო ნიაცინამიდი, ანუ ეს ყველა ერთად წავისვათ, იმდენი ნიაცინამიდი დაგროვდება, რომ ცალკე აღარ გჭირდება. აი იგივე ჰიალურონის მჟავაზე, ხო? უამრავ პროდუქტში არის ხოლმე ჰიალურონის რაღაცა ფორმა. აღარ გჭირდება ცალკე ჰიალურონის შოტი, თუ გვინდა თანხა დავზოგოთ. თუ თქვა დამატენებელში არის უკვე ჰიალურონის მჟავა. ხო, რეალურად აქ ხედავ სცენარეულ ზეთებს, არის ჰიალურონის მჟავა, ხო და არის ნიაცინამიდი რეალურად და რაღაცა ხილის ექსტრაქტები, რომლებსაც ექნებათ ანტიოქსიდანტური მოქმედება. და რაც თავარია, ამას აწერია, რომ არის პარფიუმის გარეშე და არაკომედოგენური. ამაზეც ვიტყვი, იმიტომ რომ რადგან იმაზე ვსაუბრობთ, კომედოგენურობა საკმაოდ რთული შესაძლებელია. აქამდე კომედოგენურობის ინდექსი არსებობდა, დღესაც არსებობს, მაგრამ უკვე ნაკლებად ვაქცევთ ამას ყურადღებას, რომლებიც ამბობდნენ, რომ თქვა და ქოქოსზეც აქვს 4 კომედოგენურობის ინდექსი, ანუ მაღალია და თქვა აკრენსკენ კილი კანი უნდა მოერიდოს. ეს კომედოგენურობის ტესტირება ხდებოდა ცხოველებზე, ცხოველის ყურზე, ძალიან დიდი რაოდენობით უსვამდნენ, მე ესეთ გარემოს ქმნიდნენ, რომ ჩაკეტილიყო ეს ინგრედიენტები შიგნით და აკვირდებოდნენ, რამდენად დაიხშებოდა ფორები. ერთი ჩვენი კანი, რა თქმა უნდა, არ არის ცხოველის ყურის შესაბამისი, მეორე მაგ ფორმატით არ ვისვამთ ჩვენ კანის მოვლის პროდუქტებს. ამიტომაც რომ ეკითხებიან ხოლმე კომედოგენური არის თუ არა, ძალიან რთულია განსაზღვრა, იმიტომ რომ თქვა არის იზოპროპილმირისთეით არის მაგალითად კომედოგენურობის ინდექსი აქვს მაღალი, მაგრამ თუ დაბალ კონცენტრაციაში არის ან რაღაც სხვა ინგრედიენტთან ერთად არის ფორმულირებული, საერთოდ არ არის კომედოგენური. ამიტომაც აი ესე non-comedogenic რო აწერია, სავარაუდოდ რაღაც რაოდენობა ადამიანებზე დატესტეს და უკვე ადამიანებზე ბეჭებზე ხდება ხოლმე ხანდახან წასმა და მე რაღაც პარკს აკრავენ რომ ნახონ. შეიძლება ეგ ტესტირება არ ყოფილა, მაგრამ რაღაც რაოდენობა ადამიანებს წაუსვეს და დააკვირდნენ. ეს საიტზე არის ხოლმე უფრო მეტად დატანილი ეს ინფორმაცია და უბრალოდ მე იმაზე მიმითითებს, რომ ბრენდმა ამაზე იფიქრა, რაღაცა პატარა ჯგუფზე მაინც ჩაატარა კვლევა და შესაბამისად თუ მაგ ორი პროდუქტი და ერთს აწერია non-comedogenic და მეორეს არა, უფრო მეტად გადავიხრები ამისკენ. მაგრამ იგი მას ანიშნავს, რომ მე რომ ამას სახეზე წავისვამ, უეჭველად არ დამიხშობს ფორებს. ანუ იმდენად ინდივიდუალურია ყველა კანი და ასე ვთქვათ,
ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა გენეტიკას. ვიღაცას უფრო მეტად მიდრეკილება აქვს იმისკენ, რომ ეს მკვდარი უჯრედების მოშორება იყო შენელებული, ასაკიც ასევე დიდ გავლენას ახდენს და თქვათ ეს მკვდარი უჯრედები ერთმანეთს რო აწებდება და ეს ფორში რო ჯდება, მარტივად იხშობა, ხო? ფორი შეიძლება ინგრედიენტი არ იყოს პრობლემა და შენი კანის მიდრეკილება იყოს უბრალოდ ესეთი. ხო, ამიტომაც ეს non-comedogenic კარგია რო აწერია, მაგრამ 100% გარანტი არ არის იმისი, რომ ფორებს არ დაგიხშობს და ანუ ეგ ყოველდღიურად გამოსაყენებელია, მე როგორც კი, მივხვდი, ხო? რეალურად ეს არის ჩვეულებრივი მზის განდამცავი, უბრალოდ დამატებით გამოტანილი აქვს ის, რომ ასწორებს ნაოჭებს და თქვათ ლაქებს. ალბათ სავარაუდოდ ეგ ნიაცინამიდის შემცველობით არის, ამიტომ. კი ბატონო. თუმცა აბსოლუტურად ყველა მზის განდამცავი არის ნაოჭების მაპრევენცირებელი. კი ბატონო. და ეს მესამე პროდუქტიც ეს რუჯის მიღების დროს არის, მე მგონი, როგორც სხვათა შორის ძალიან საინტერესო ფორმულა აქვს და მიყვარს ეს როცა ბრენდები რაღაც ახალს ქმნიან, როგორც ვიცით, წყალი და ცხიმი ერთმანეთს არ ერევა, მაგრამ აქ არის აშკარად ორფაზიანი, რომელიც ესე რომ შევანჩხრიოთ, აუცილებლად გაერთიანდება და მერე შექმნის ერთგვარ მასას, მაგრამ ნახე ეგრევე იწყებს სეპარაციას. ეს არის მზის განდამცავი სპრეი და არის ძალიან მსუბუქი და როგორც თქვი მე მეორე სტაფილოსფერი ფერი მაქვს მშრალი ზეთი, ისიც ასეთივე არის იმ კუთხით რომ მარტივად ნაწილდება და კრემოვანი რომ არ არის, უფრო ისეთი მარტივი შესაძელია და ამას მძინვარებას აძლევს კანს. აწერია რომ 3 წლიდან, აი ესეც ძალიან მნიშვნელოვანია სხვათა შორის, ყოველთვის ბრენდები აწერენ რა ასაკიდან შეიძლება გამოყენება. 12 წლამდე ბავშვებში არ არის რეკომენდებული, ზოგადი რეკომენდაცია ეგეთია, რომ მზის განდამცავი არ უნდა გამოვიყენოთ, იმიტომ რომ მათი კანი ჯერ ჩამოუყალიბებელია, დამცავი ბარიერი არ აქვს ძლიერი. ამიტომაც მზეს რა თქმა უნდა მოვარიდოთ მაქსიმალურად, მაგრამ ეგ უნდა მოხდეს ტანსაცვლით, ქუდით, თქვათ ქოლგით და ასე შემდეგ. 12 თვიდან უკვე რეკომენდებული მზის განდამცავის გამოყენება, მაგრამ რაღაც ინგრედიენტები არის ხოლმე, რომელსაც 3 წლამდე ბავშვებში, თქვათ აი პარფიუმი განსაკუთრებით და ეს რაღაცები, რომელიც არ არის რეკომენდებული. ამიტომაც საბედნიეროდ გვიმარტივებენ ესეთი ბრენდები, გზას გვიკრავენ უფრო მარტივად და გვეუბნებიან რა ასაკიდან შეიძლება ამისი გამოყენება. ხო, ამას ახლა რადგან ზეთოვანია, ემჩნევა, რომ ძალიან ბევრი კარგი დამარტენიანებელი, დამარბილებელი ინგრედიენტი აქვს, ასევე შეიცავს ნიაცინამიდს, რომელიც მაგარია, რამდენი იმაში რო შედის. ხო, აი მზის განდამცავებში კარგია ჩემი აზრით ნიაცინამიდი, იმიტომ რომ ყველაფერს ერთად აკეთებს. ანტიოქსიდანტიც არის, ლაქებსაც აღიავებს, ბარიერის ფუნქციასაც აუმჯობესებს, ანუ ყველაფერს რასაც მზე აზიანებს, ნიაცინამიდი რაღაც ცოტა-ცოტა ებრძვის. ამიტომაც ხო, მზის განდამცავებთან ერთად ნიაცინამიდის ფორმულირება ნამდვილად ძალიან ჭკვიანურია და მიხარია რომ ესეა. რაც თავარი არის SPF 50+, და აქაც აწერია UVB, UVA შემოხაზულია და ასევე visible. ხო, რეალურად ამათ აქვს თანამედროვე ქიმიური ფილტრები. თუ მაგალითად მზის განდამცავი არის მინერალური, ყოველთვის გამოტანილი, აი ქიმიურს არ აწერია ხოლმე რომ ქიმიურია, მაგრამ მინერალურზე არის ხოლმე დატანილი რომ მინერალურია, ან თუ შეფერილია ეგეც აწერია რომ შეფერილი მინერალური მზის განდამცავია, ან ხანდახან არის ხოლმე რომ ორივე ერთად არის ფორმულირებული. ანუ ქიმიურის და მინერალურის და ამიტომ აწერია ხოლმე ჰიბრიდული. ხო, ჰიბრიდული მზის განდამცავი თუ აწერია, ესე იგი ორივე ტიპის ფილტრი აქვს შიგნით. სუპერ დაცვა. ხო, სუპერ, ყველა მხრიდან, ყველა ფორმის სუპერ დაცვა. ძალიან საინტერესო იყო. მე სიმართლე რო გითხრა, ცოტა ხანია, ძალიან ცოტა ხანია, რაც გამოყენება დავიწყე ყოველდღიურ ცხოვრებაში, მზის განდამცავის მზეზე აუცილებლად ხმარობ. და ჯერჯერობით ვაკვირდები, გულწრფელად რო გითხრა, რა შედეგს და როგორ და რანაირად მოიტანს, იმიტომ რომ აი ავარჩიე ხან ისეთი, ხან ესეთი რა, როგორ უფრო მოუხდებოდა ჩემ კანს რანაირად და აქ ერთ რაღაცას ვიტყვი, რომ თუ ჩვენ საუბარი გვაქვს, რომ საუბარი იმაზეც მითხრა რომ დ-ვიტამინი არ შეიწოვება კანში, ხო? ეგეც გაგიგია, ხო, ხო. აი აუცილებლად ვთქვათ ეგ, იმიტომ რომ მე როგორ წავიკითხე, არის რომ აქ საუბარი არის მზის ნათებაზე და არა უშუალოდ მზის სხივის დარტყმაზე ჩვენს კანზე. აი UVB-ის სხივი არის მნიშვნელოვანი, რომ დ-ვიტამინი გამოიმუშავოს ორგანიზმმა. უბრალოდ დ-ვიტამინის გამოსამუშავებლად 8-10 წუთი საკმარისია და ჩვენ მზეზე, ვინც ირუჯება, წევს მთელი დღე, ხო? ჯერ ერთი მზის განდამცავს არ ვისვამთ არავინ, აი მეც კი რომ ვცდილობ მაქსიმალურად დავიცვა ჩემი თქვათ სხეული მზისგან, თუ აუზრდიან ზღვაზე ვარ, თუ ვიღაც არ მახლავს, რომელსაც შეუძლია ზურგზე გადამინაწილოს, მე არ შემიძლია
100%-ით დავიფარო მთელი სხეული, ანუ ფიზიკურად არ გამომდის. კი. ამიტომაც სულ რომ იდეალურად წავისვათ, იდეალური რაოდენობა, ხან ადგილი გამოგრჩება, სადაც ვერ ვისვამთ, ხან საკმარის რაოდენობას არ წავისვამთ, აი ამ ადგილებში ხშირად ავიწყებთ ხოლმე ყურებზე ავიწყდებათ ძალიან ხშირად, ხო? კაი, დეკოლტეზე შეიძლება წაისვან, იმიტომ რომ მარტივად ნაოჭდება და მარტივად ჩდება ლაქები, მაგრამ არის იღლიაში მე არ მინახავს ვინმეს, ხო? არც მე. გამოისვას, ხო? მეც არც ამისვამს. ხო, და თუ ესე წვანენ, უეჭველი აქედან იღებენ UV-ის ხილს. ამიტომაც არ არსებობს რეალურად კვლევა, რომელიც ადასტურებს იმას, რომ მზის განდამცავები ხელს უშლიან D ვიტამინის შეწოვას. რეალურად მთავარი პრობლემა არის ის, რომ ეხლა ჩვენი ყოველდღიურობიდან და საქმიანობიდან გამომდინარე, შიგნით ვატარებთ დიდ დროს. და ამის ბრალი უფრო არის ჩემი აზრით D ვიტამინის სიმცირე, ვიდრე მზის განდამცავების რეგულარული გამოყენების. და ისედაც თუ მაგალითად მართლა იდეალურად ისვამთ და სწორ რაოდენობას ისვამთ 2 საათში ერთხელ იახლებთ და თქვა შუადღის მზეზე არ გადიხართ და ასე შემდეგ, შეგიძლიათ დილით როცა UV ინდექსი დაბალია, 8-15 წუთი სხეული მივუშვათ მზეს. უბრალოდ მე მაგალითად ჩვეულებრივად გავიღვიძებ ვისვამ მზის განდამცავს და D ვიტამინის ნაკლებობა მქონდა, მაშინ კოვიდის პერიოდში როცა გარეთ არ გავდიოდი. და დავიწყე თუ არა, თქვა, გარე აქტივობების გაკეთება, D ვიტამინი დაუბრუნდა ბუნებრივ მდგომარეობას. ხო, ამიტომაც მზის განდამცავის არ გამოყენების მიზეზი არ უნდა იყოს. D ვიტამინის დამატებით მიღებაც შეგვიძლია, რა თქმა უნდა, დანამატებისგან, მაგრამ და ასევე საკვებისგანაც, მაგრამ რა თქმა უნდა, მზე არის ჩვენი პირველი წყარო. და მივიღებთ საკმარის D ვიტამინს, სულ რომ მზის განდამცავი გამოვიყენოთ რეგულარულად. ხო, აქ ლაპარაკი აი შენ ერთი ის არ უნდა გამოგჩეს, რომ D ვიტამინით როცა 10-15 წუთი ჭირდება სხეულს, რომ ანუ ის მარაგი, ესე ვთქვათ, შეივსოს და სწორად თქვი, რომ ჩვენ მზეზე ვწავართ ძირითადად მთელი დღე, ხო? ახლა ზღვაზე რომ მიდიხარ თუ აუზზე რომ მიდიხარ, იქ დილით რო დაწვევით 11 საათზე, დგები საღამოს 7 საათზე. სიტყვაზე ვამბობ, ხო. ზოგადად ჯანსაღი რუჯი არ არსებობს, მაგრამ არსებობს რაღაც რჩევები, რაც შეიძლება გაითვალისწინოს, რომ ნაკლებად დაიზიანო კანი. აი რაც თქვათ, ვახსენეთ უკვე, რომ მზის განდამცავის გამოყენება აუცილებელია, თუ კი გვინდა სიმსივნის პრევენცია პლუს ნაოჭების და ნაადრევი ნაოჭების და პიგმენტური ლაქების შემცირება და ზოგადად ანთებითი პროცესების შემცირებაც ჩვენს კანში. მაგრამ ამავდროულად შეგვიძლია ვთქვათ 11-მდე, როცა UV ინდექსი შედარებით დაბალია და 5-ის შემდეგ გავიდეთ მზეზე, თუ მე ძალიან მიყვარს მზეც, ზღვაც, აუზიც და უარს ვერ ვამბობ. მაგრამ ყოველთვის გავდივარ აი ამ საათებში მზის განდამცავით და ასევე არ უნდა დაგვავიწყოთ თქვა თვალების დაცვაც ხანდახან, იმიტომ რომ ინტენსიურ მზეში თვალებიც გვიზიანდება, სკალპის დამწრობა არის ხოლმე ძალიან ხშირი. ამიტომ ქუდით თუ გავალთ სასურველი იქნება და ისაც თავის გადახურებისგან დავიცავთ ორგანიზმს. ხო, ამიტომაც აი მზის განდამცავის გამოყენება არ ნიშნავს, რომ საკუთარ თავს უნდა ავუკრძალოთ საერთოდ მზეზე ყოფნა. ანუ ეგრევე კარგ ხასიათზე მაყენებთ მზე, რა თქმა უნდა, აისახება. ხო, აისახება განწყობაზეც და ზოგადად ჩვენს ხალისიანობაზეც. უბრალოდ გავიდეთ და რაღაც აი ესეთი დაცვა გავაკეთოთ საკუთარი თავის და საკუთარი სხეულის მზის განდამცავით და რაღაც აქსესუარებით. მნიშვნელოვანია, ხო, ჩვენ არ ვამბობთ. ჯერ ერთი ვთქვათ, რომ ყველას როგორც უნდა. რა თქმა უნდა. თუ არ უნდა ვიღაცას მზის განდამცავის გამოყენება, რა თქმა უნდა, არ გამოიყენოთ. არ არის ეგ არანაირი პრობლემა. უბრალოდ ხო, ჩვენ ესე ვთქვათ, რაღაც თავს ვალდებულად მივიჩნევთ კი, რა ჩვენ გვაინტერესებს საკითხი, ამ საკითხზე ვსაუბრობთ, არსებობს დასკვნები, არსებობს კვლევები, არსებობს ფაქტები, რომლის მიხედვითაც ვსაუბრობთ და ამ ფაქტებზე დაყნობით თუ არ უნდა ვიღაცას, რა თქმა უნდა, შეუძლია რომ მზის განდამცავის გარეშე მიიღოს რუჯი და შეიძლება არც არაფერი არ დაემართოს და იცხოვროს 200 წელი, ანუ რა თქმა უნდა. ყველაფერი შესაძლებელია. უბრალოდ არის რაღაცა რისკები და არის რაღაცა, რაზეც საუბარი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით, იმიტომ რომ პირველ რიგში აქ სხეულის სილამაზეზე აღარ გავდივართ ჯანმრთელობაზე, გავდივართ ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობაზე. და ამ სიცოცხლის ხანგრძლივობაში კიდე ჯანმრთელად ცხოვრებაზე შეიძლება 100 წელი ცხოვრო და რა ვიცი 50 წელი ჯანმრთელი არ იყო, ხო? სიტყვაზე ვამბობ, მაგრამ ჩვენ გვინდა რომ რაღაცნაირად ეს ცხოვრება, რასაც ვცხოვრობთ, შევირგოთ, ხო? და მაქსიმალური სიამოვნება მივანიჭოთ ჩვენ თავს ამ ცხოვრებით და მზეზე როგორც ჩვენ თქვი, მეც აბსოლუტურად გიშდები.
ვთვლით რომ ვიხედებით და მზე რო არის, ჩემი ხასიათი რადიკალურად სხვა არის ვიდრე მზეობაში. და ხო, ანუ არა, უნდა გახვიდეთ მზეზე ჩემი აზრით რა თქმა პირადად. უნდა. ეს ყველაფერი უნდა მიიღონ რეკომენდაციად. ხო. შენ როგორც ახსენე, არც მე ვისვამდი მზის გადამცავს 25 თუ 24 წელი, სანამ არ გავიგებდი მის მნიშვნელობაზე. იყო პერიოდი, როცა მხოლოდ ზაფხულში ვისვამდი, იმიტომ რომ აი ეს გამჯდარი არ მქონდა, რეალურად ჩვევა არის, ხო? აი როგორც ყოველ დილით კბილებს ვიხეხავ, თქვათ, მას ვივარცხენ და ეს ჩვენი ყოველდღიური ჩვევა, იმიტომ რომ ბავშვობიდან ამას ვაკეთებ. მზის გადამცავიც ეხლა ნელ-ნელა გახდა, ხო? ყოველდღიურობის ნაწილი. უბრალოდ ეს არის რეკომენდაცია, თუ კი გვინდა რომ გაუფრთხილდეთ ჩვენს ჯანმრთელობას, ჩვენი კანის ჯანმრთელობას ვიზუალთან ერთად, მის ბარიერულ ფუნქციას და ასევე თავი დავიცვათ კანის სიმსივნისგან, რომელიც ამერიკაში მაგალითად ყველაზე გავრცელებული სიმსივნეა დღეს და 1-დან 5 ადამიანს დაუდასტურდება 70 წლამდე. მე მგონი ეს არის სტატისტიკა. ხო, რეალურად საკმაოდ ხშირია. მაგალითად ავსტრალიაში, სადაც მზე ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიურია და გარუჯვა ძალიან პოპულარულია, დაახლოებით 20-30 წლის წინ დაიწყეს ძალიან ინტენსიური პროპაგანდა მზის გადამცავების, რომ რატომ უნდა გამოიყენოთ ბავშვებს რაღაცა სპეციალური ის ქონდათ მოფიქრებული message box-ი, რომ მარტივად აღექვათ ეს ყველაფერი და მელანომას რიცხვები იზრდებოდა და მაშინ როცა მზის გადამცავი აქტიურად დაიწყეს გამოყენება, მელანომას რიცხვი უკვე იკლებს. შესაბამისად, ზუსტად ვიცით, რომ პრევენცია შესაძლებელია. რა თქმა უნდა, ყველას აქვს თავისუფალი ნება და შეუძლია წაისვან ის, რაც სურთ. უბრალოდ ეს არის რეკომენდაცია და რისკების შეფასება უნდა მოხდეს. რა გირჩევნია, ვთქვათ, რუჯი გქონდეს დღეს და წლების შემდეგ პოტენციურად იყოს მაღალი რისკი კანის სიმსივნის, თუ ვთქვათ, რუჯზე უარი თქვა ან ძალიან ფრთხილად მიიღო, ხო? ხო, შეიძლება არ თქვა უარი, მაგრამ ფრთხილად გააკეთო. ხო, აი დამწრობა აირიდო მაგალითად, SPF-30 მაინც წაისვა, რომ ძალიან არ გაიმუქო კანი, ვთქვათ, აი ეს მელანინიც ჭარბად არ გამოიმუშავა, იმიტომ რომ ჭარბი მელანინი მერე იწვევს ხო ამ ლაქებს, რომლის მოგვარებაც ხშირად ბევრად უფრო პრობლემურია და ხანგრძლივი და ძვირადღირებული პროცესი. ხო, ამიტომ ყველამ უნდა შეაფასოს თავისი სურვილებიც, რისკებიც და ესე მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. ძალიან სასიამოვნო იყო შენთან საუბარი. მე მგონია, რომ პირადად მე კიდევ უფრო მეტად დავრწმუნდი ამ ყველაფრის მნიშვნელობაში. მადლობა PSP-ს, რომ მოგცა ამის შესაძლებლობა და შეგახსენებთ, რომ შეგიძლიათ შეიძინოთ მზისგან დამცავი, მზის დროს, ესე ვთქვათ, გამოსაყენებელი და უკვე შემდგომას და ყოველდღიურად PSP-ში ძალიან კარგ ფასდაკლებით, ესე ვთქვათ და დარცოს რჩევები გაითვალისწინეთ პროდუქტის არჩევის დროს. მადლობა მოწვევისთვის.